გამარჯობა. მოგესალმებით სოფლოვსა, მოდის მოვიხოთ ეს ჩვენი ბრალი არ არის რომ აქამდე ვერ მოგესალმებით. ვიწყებთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციას. მაგრამ ასევე ამ პრესკონფერენციას პირდაპირ ეთერში. ასევე მინდა რომ ცნობისათვის პირველი არხის მაყურებლებს უთხრა რომ პირდაპირ ეთერში ტრანსლირება მოხდება ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ Facebook-ზეც. გამოვაცხადებ ბიძინა ივანიშვილი official. ასეთი არის Facebook-ის მისამართი. სანამ კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავიდოდეთ, მინდა რომ კითხვა გადავცე ბატონ ბიძინა ივანიშვილს. მოგესალმებით. დიდ მადლობას მოგახსენებთ მოგზაურებისთვის. მოგეხსენებათ საჯარო ფიგურა არასდროს არ ყოფილვარ. ჩემი ცხოვრების მანძილზე ერთი ინტერვიუ მაქვს მიცემული. ბოლო 3 წლის განმავლობაში 3-ჯერ მივეცი ინტერვიუ ერთ-ერთზე. ეს არის ჩემი პირველი არ დაგივალავ ცოტა ზღელავ. მაგრამ ხვიდებით რომ ვიქნები მაქსიმალურად გულწრფელი. მოგეთ მოგახსენებთ მის შესახებ მაგებინა გადაწყვეტილება პოლიტიკაში მოსვლის. 7 წლის 7 ნოემბრის ამბებს 2007 წლის 7 ნოემბრის რასაც მოხდა 2008 წლის ივნისში დავინახე რომ საკუთრივი არჩევნებით ამის შემდგომ მე ყურადღებით ვაგონებ ოპოზიციურ სპექტრს რათა გამეცია გარკვეული დახმარება რომ მომავალ არჩევნებში მოსულიყო ლეგიტიმური მთავრობა დაგვირვისას და ანალიზის დროს სააკაშვილმა მოახერხა სიცრუის ისეთი მანქანის ამოქმედება რომ ძალიან რთული იყო გასარჩევად და ყველაზე დიდ ხიფათს ქმნიდა ორნიღბიანი პარტიები, ფსევდო-ოპოზიციური პარტიები, პარტიის წევრები, ჟურნალისტებიც და ანალიტიკოსებიც. მიუხედავად ამისა, მე კარგად გავერკვი სიტუაციაში. ბოლომდე იმეც ვიტოვებდი, რომ შესაძლებელი იქნებოდა ერთ-ერთი პარტიის ფინანსური დახმარებით და გარედან შევების მიცემით შეგვეძლო მიგვექცია შესატყვისი შედეგისათვის, მაგრამ როდესაც დავწუნდი, რომ ეს საკმარისი არ იყო, მივიღე ძალიან მძიმე გადაწყვეტილება ჩემთვის და გადავწყვიტე პოლიტიკაში მოსვლა. გადაწყვეტილება მივიღე იმიტომ, რომ მე ვხედავდი, რომ კარგავდი სამშობლოს. სამშობლოს სიყვარული იყო ბოლო, რამაც ეს მძიმე გადაწყვეტილება ჩემთვის მიმაღებინა და ჩემი ოჯახისთვის საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილება იყო, რამდენადაც მე მუდამ ვაცხადებდი, რომ არასდროს არ მოვალ პოლიტიკაში და აბსოლუტურად განსხვავებული სოხელობა მქონდა ჩემი ცხოვრების შესახებ. როგორი რეაქცია მოხდა ჩემს განცხადებას, მოკლედ შეგახსენებთ. სააკაშვილმა თავისი მანერა, რაც გამოიყენა და მყისიერად გამეუქმა მოქალაქეობა, აბსოლუტურად უკანონოდ. ასევე უკანონოდ დააპატიმრეს ქართულ ბანკის, რომელიც ჩემი კომერციული ბანკია, ჩემს საკუთრებაში იმყოფება, საინკასაციო მანქანა, ყოველგვარი წესების დარღვევით და აბსოლუტურ გაუგებრობაში. გარდა ამისა, ყოველდღიურად ხორციელდება ჩემს თანამშრომლებსა, თანამოაზრეებსა და ნათესაებზე ზეწოლა პოლიციის მხრიდან შეშინებები. ეს გრძელდება ყოველდღიურ რეჟიმში. ამ უწესო თამაშით ისინი ვერ შეცვლიან ჩვენს გეგმას და ჩვენ ვერ
გამოგვიყვანენ სამართლებრივი სივრციდან აუცილებლად ყველაფერს მივიყვანთ არჩევნებამდე და ამ არჩევნებზე ჩვენ გავიმარჯვებთ. რას გავაკეთებთ არჩევნების შემდეგ? პირველ ყოვლისა აუცილებელი იქნება კონსტიტუციური ცვლილებების გატარება. მოგეხსენებათ, კონსტიტუცია უბისიგნაკად გაიხადეს. აუცილებელი იქნება ძირეული ცვლილებების შეცვლა შეთანხმებული იყოს საქართველოს მოსახლეობასთან. შემდგომ პარალელურ რეჟიმში უნდა დავიწყოთ პროცესი ნამდვილად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნისა და ეს პროცესი უნდა იყოს შეუქცევადი. უნდა გათავისუფლდეს მედია. თავისუფალი მედიის გარეშე მოგეხსენებათ, დემოკრატიულ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ. უნდა შეიქმნას სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური პირობები იმისათვის, რომ საინტერესო გახდეს საქართველოს ჩვენი ქვეყანა ბიზნესისათვის. უნდა საინტერესო გარემო შექმნათ საინვესტიციო და უნდა ბოლო მოუღოთ ყველაზე დიდ უკანონობას, რომ ადამიანებს არ აქვთ დღეს საშუალება დასაქმებისა. ეს უნდა იყოს მუდმივ რეჟიმში, მანამ სანამ არ მივახსენებთ საქართველოს მოსახლეობის სრულ დასაქმებას. სამუშაო ადგილების შექმნა იქნება მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ და იქნება ძირითადი მიზანი ჩვენი პოლიტიკის. უნდა გავაღრმავოთ ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან და მყისიერად დავიწყოთ სიტუაციის დალაგება რუსეთთან. დაწვრილებით, უფრო დაწვრილებით თუ ის გაკეთებას ვაპირებთ, მოგახსენებთ მომავალი პარტიის პროგრამაში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ერთად ავიხილოთ ქართული ოცნება, რაც ნიშნავს გამთლიანებულ, დემოკრატიულ, გაძლიერებულ საქართველოს აღშენებლობას. გადავდივართ კითხვა-პასუხის ფორმატზე. ერთი წუთი ერთ რამეს მოგახსენებთ. ეს ჩვენი პრესკონფერენცია მიმდინარეობს პირველი არხის პირდაპირ ეთერში. ამისათვის, როგორც მოლაპარაკებული იყო, პირველი კითხვის უფლება აქვს პირველი არხს. სად არის ეს პირველი არხი, როგორც ვერ ხედავ სამწუხაროდ. იქნებ მიუტანოთ მიკროფონი და ერთი თხოვნა მექნება. ბატონო, ერთი თხოვნა მექნება, რომ თქვენ თვითონაც ხედავთ, რომ ძალიან ბევრი ხართ, საბედნიეროდ ძალიან ბევრი ხართ. შესაძლებელი არის დრო რაღაც არ იყოს და არ გავიმეოროთ, იქნებ ერთმანეთს მოусმინოთ, ერთი და იგივე კითხვები რო არ დაისვას, ერთი და იგივე თემები, რომ რაც შეიძლება მეტმა ჟურნალისტმა მოახდინოს, მოახერხოს კითხვის დასმა. აბა, სად არის აბა პირველი არხი? საზოგადოებრივი მაუწყებელი ნინო გომართელი. ბატონო ბიძინელ, საზოგადოებამ თქვენ შესახებ ბევრი არაფერი იცის, გარდა იმისა, რომ თქვენ ხართ ძალიან მდიდარი ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი ფული. მას შემდეგ, რაც თქვენ გამოთქვით ინტერესი პოლიტიკაში მოსვლის, ბუნებრივია გაიზარდა ინტერესი თქვენი პიროვნების, თქვენი საქმიანობის მისამართით. და ალბათ დაისმება ძალიან ბევრი შეკითხვა, თუმცა მე მინდა დავიწყო თქვენი მედიასთან ურთიერთობით. ბატონო ბიძინელ, თქვენ პირველსავე თქვენს განცხადებაში თავს დაესხით ჟურნალისტებს უკლებლივ ყველა ტელეკომპანიის. ამის შემდეგ თქვენ უარი თქვით მონაწილეობა მიგიღოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ნებისმიერ თოქ-შოუში. ამის შემდეგ თქვენ სახლში მოიწვიეთ და ინტერვიუ მიეცით მხოლოდ თქვენს მიერ შერჩეულ კონკრეტულ ჟურნალისტებს და სხვათა შორის აქ ვნახეთ როგორ ღიზიანდებით თქვენთვის არასასრუალი კითხვების მოსმენისას, როგორც ეს ხდებოდა ნინო ჟიჟილაშვილთან ინტერვიუს დროს. ამის შემდეგ ბატონო ბიძინა, თქვენი წარმომადგენლები საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ევაჭრებოდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელს და წამოგვიყენეს ძალიან ბევრი წინაპირობა იმისათვის, რომ ბრიფინგი გაგემართათ. ამასთანავე ყველაფერი ეს დასრულდა იმით, რომ აქ ყველა ჟურნალისტებს მოგვიწია აკრედიტაციის გავლა და ძალიან დეტალური საბუთების წარმოდგენა, როგორც ნატოსა და ევროკავშირში სამიტებზეც კი არ ხდება ხოლმე. აქ მოსვლის შემდეგ ჩვენ მივიღეთ კაცრი ინსტრუქციები თქვენი დაცვის თანამშრომლების მხრიდან, იყო მითითებები და გავიარეთ შემოწმების უპრეცედენტო ნორმები, როგორც ძალიან იშვიათად არ ვიცი, მე არ მახსენდება, რომელიმე ბრიფინგზე მომხდარიყო და თან ამასთან ერთად
ამასთანავე ძალიან არ მინდა რომ არ შემიძლია არ აღვნიშნო ის წიგნიც რომელიც აქ დაგვირიგეს ანტიჟურნალისტიკა და ქრონიკული ალიაქვეთი. ბატონო ბიძინა, სწორედ ამ ქრონოლოგიური მოვლენების ჩამოთვლის შემდეგ მინდა თქვენ გკითხოთ. ეს ამ მეთოდით არ ველა ბატონო ბიძინა. ამ მეთოდით აპირებთ თქვენ მომავალში ჟურნალისტებთან ურთიერთობის გაგრძელებას. ანუ მინდა გკითხოთ, ეს არის ის დემოკრატია, რომელთაც თქვენ უნდა გააოცოთ ევროპა? თქვენ პირველად ხედავთ არა, იქნებ შეკითხვა და მჭირდეს ან ბატონ ბიძინას ქონდეს. არა, თქვენ ერთი კითხვის უფლება გქონდათ, გამშვიდით, ძალიან აღელვებული ბრძანდებით. მე ყველა კითხვის ბრძანდებით ძალიან. ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება. თქვენ გინდათ პირველი არხის დემოკრატია გავიზიაროთ და ამით ხართ მოხიბლული, რამდენადაც პირველი არხიდან ბრძანდებით. ჩემი სურვილია პირველ რიგში, რომ თქვენ ესე არ ამდენი შეკითხვები არ მოგცენ, ერთდროულად არ მოგამზადონ. ესეთი მომზადებული არ მოხვიდეთ მეორედ და თავისუფალი იყო და დასვათ ის შეკითხვები, რაც თქვენ გაგაჩნიათ პირადად და არა ის ვინც გიკვეთავთ. ჩემი მიზანია ნამდვილი დემოკრატიული გარემოს შექმნა. ნამდვილი თავისუფალი მედიას მიღება და არა ის, რასაც პირველი არხი წარმოადგენს დღეს. რასაც წარმოადგენს რუსთავი 2 და რასაც წარმოადგენს იმედი. ბატონო ბიძინა, ეს ჩემი შეკითხვა თავი დავანებოთ ერთმანეთის მოტყუებას. თვალებში შევხედოთ ერთმანეთს, გაუღიმოთ და სიმართლე ვთქვათ. თქვენ ხომ ეს თქვენგან არ სხვავთ ამ კითხვებს, თქვენ ხო ეს მოგამზადეს. აი ამაზე უნდა ვთქვა თუ არის. თქვენ უნდა დასვათ ის კითხვა, რა თქვენ გაწუხებს, თქვენ პირადად, თქვენგან მოდის და არა ვიღაცები ზემოდან გიკვეთავეთ. აი ეს სამი ტელევიზია ზუსტად ამ რეჟიმში მუშაობს დღეს. ეს კარგად იცის ქართულმა მოსახლეობამ და მე არაფერს ახალს არ ვამბობ. მე მხოლოდ დამატებით შენიშნა მივეცი იმ ორ ტელევიზიას, რომელიც საბედნიეროდ ეს მხედველობაში ყავს მაესტრო და ალია, კავკასია უკაცრავად, რომლებიც საბედნიეროდ დღეს არსებობენ, მაგრამ იმ მცირე შეცდომებსაც არ ვპატიებდი და მიუთითებდი თუ ხართ ოპოზიციური, თუ ხართ ობიექტურები, იყავით ბოლომდე ობიექტურები და არა ნახევრად ობიექტურები. რაც შეეხება დიდი ბოდიში თქვენთან პირადად, მაგრამ რაც შეეხება თქვენს არხს, ჩემი განმარტებები მე მგონი აქ ზედმეტია და ყველაფერი ცნობილია. და ის თამაშებიც, რასაც თქვენი არხი აწარმოებდა ამ 2-3 კვირის განმავლობაში, საზოგადოება ძალიან კარგად ყველაფერს ხვდება და კითხულობს. არაფერი თამაში ჩვენი მხრიდან არ ყოფილა. რაც შეეხება მოწვევებსაც, ესეც იყო მუდმივი გაუგებრობა პირველი არხის ხელმძღვანელობის მხრიდან, მუდმივი ნერვიულობა ტრიპოლსკის და ვაწნარის რამდენიმე კილოგრამი დაიკლო ამ კაცმა. ერთი სიკეთე კი ადრეც. კი. მოკლედ. ძალიან გთხოვთ, მე ვიქნები ძალიან გულწრფელი თქვენს შეკითხვებზე, პასუხი იქნება ჩემი ძალიან გულწრფელი. შეეცადეთ თქვენს, იქნებ დღეს რაღაცას ახალს მივახციოთ. ნუ იქნება სამხრივი გულწრფელობა. თქვენ შეეცადეთ იყოთ გულწრფელი. მე ძალიან კარგად მესმის თქვენი. ძალიან კარგად პირადად თქვენი მესმის და შევდივარ თქვენ მდგომარეობაში, მაგრამ თქვენ ხართ საზოგადოების ერთ-ერთი რიგი წევრი, მე მოვედი არა ვინმეს დასამარცხებლად, არამედ საქართველოს გასამარჯვებლად. და მე მოვალე ვარ ყველას უთხრა ის, რასაც ვფიქრობ და რაც ხდება რეალობაში. იქნებ თქმა ჩამირთოთ, რომ ჩაგეკითხოთ, მე როგორც ჟურნალისტმა ეს კითხვა ისე დაგისვით და გულწრფელად მაინტერესებდა თქვენი პასუხი ამ კითხვაზე. ეს ნამდვილად გულწრფელი პასუხი. თქვენ გინდათ თქვენს რიტორიკაში თქვენებურად უპასუხო, ესე არ მოხდება. მე გპასუხობთ ისე, როგორც სჭირდება ქართულ მოსახლეობას და აქ მონაწილე ჟურნალისტებს. ძალიან გთხოვთ, მე მგონი იყო პასუხი. აი არ ვიცი. წარმოადგენთ. სააგენტო ინტერპრეს ნიუსი და პალიტრატივი ჟურნალისტი ვასილ დავრინდაშვილი. ბატონო ბიძინა, თქვენ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ერთი წამი რა შეთნი უთხარ. ხმარ არის? ხმარ. მიკროფონი იქნებ ჩართოთ კაცო. აგერ ამბობს კაცი რა. შეთანხმებულები ვართ საზოგადოებრივი მაუწყებელი ვსვავთ პირველ შეკითხვას. საზოგადოებრივი მაუწყებელმა დაასვა უკვე კითხვა და რატო საზოგადოებრივი რადიო. ბატონო? რადიო. როგორ ავარ ჩეთა, ნუ კარგით, აბა რა ვიცი. რა ვიცი. აგერ კაცი ლაბარაკობს ამის მერე დაასვით თქვენ შეკითხვა. ადგა ადამიანი და რა გამოვიდა ეს ვერ გავიგე. ბატონო ბიძინა, თქვენმა განცხადებამ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს გაუაზრებელმა ქმედებამ გამოიწვია რუსეთის კიდევ უფრო მეტად გაუაზრებელი ქმედება. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ თქვენ პასუხისმგებლობას ამ სიტუაციაში აკისრებთ საქართველოს და მას მიიჩნევთ როგორც ომის ინიციატორს. მადლობთ. მოგახსენებთ
პირველ რიგში მე მოვიშველიებ ტალიანის განცხადებას. მეორე მე სპეციალურად წამოვიღე, შეგნებულად წამოვიღე საბუთი, ეს არის რეზოლუცია, საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია რუსეთ-საქართველოს ომის შედეგების შესახებ, რომელსაც ქართულმა დელეგაციამაც მისცა ხმა. ტალიანის განცხადებაშიც და ამ რეზოლუციაშიც, რომელსაც საქართველოს დელეგაციაც აძლევდა ხმას, დაფიქსირებულია, რომ ქართველმა მხარემ დაიწყო საომარი მოქმედება. მე შემიძლია დაგიზუსტოთ იმ ქართველებს, ვისაც თქვათ ეს საწყენად მიგაჩნიათ და შეგახსენოთ პროცესი როგორ ვითარდებოდა, გახსოვთ რომ ლიახვის სოფლები იმობოდა გაუგებარი ფორმირებებისაგან ოსეთის მხრიდან. ჩემი აზრით სააკაშვილს აქ ჰქონდა ერთადერთი ქმედება რომ დაეცვა ეს სოფელი კონკრეტულად, რამდენიმე მოსახლე შეიძლებოდა გამოეყვანა და საერთაშორისო ორგანიზაციები მოეწვია და დაეფიქსირებინა რაც ხდებოდა. ამის საპასუხოდ სააკაშვილმა გააკეთა აბსოლუტურად გაუაზრებელი და არადეკვატური ქმედება, დაიწყო ცხინვალის დაბომბვა. ეს ფიქსირდება ყველგან. გარდა ის სამი მედი არხი, რომელიც მე უკვე ვახსენე და ამას გარდა ბევრი საინფორმაციო საშუალებები ცდილობენ საქართველოს მოსახლეობას დააჯერონ, რომ ეს იყო აბსოლუტურად სხვაგვარად. ის რომ სოფლიოში ყველამ ყველაფერი კარგად იცის, მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. და ესე გადმოგცემენ დაახლოებით, სააკაშვილი ესე გადმოგცემს, რომ ომი დაიწყო რუსეთმა და გაიმარჯვა საქართველო. გარდა იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ინფორმაციები, ჩვენ მეხსიერება ხო არ დაგვიკარგავს. ნუ თუ ქართველი ხალხი ესეთი ბრიყვია, რასაც ცდილობენ და გვარწმუნებენ მუდმივად, კარგად მახსენდება ჯორჯ ორველის 1984. ფიქრის პოლიცია. მსგავსი ზომბირებას აპირებენ ქართველი ხალხის. განა არ გვახსოვს ლომაია როგორ მოძღრავდა ლევიტანივით ეს სოფელი წავიღეთ და სოფლების სახელებს რომ ასახელებდა, განა კარგად არ ვიცით? განა ამის შემდეგ არ წამოვიდა ის დიდი აგრესია რუსეთის მხრიდან. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ სიმართლე შევხედოთ თვალებში. ნუ ცდილობენ მხოლოდ ქართველი ხალხის დაბნელებას და მოტყუებას ცდილობენ. სოფლიოში ყველამ ყველაფერი კარგად იცის. როგორ გავბედი ამის გავსი ვთქვი, ეს სამი ხსენებული არხი 3 დღის განმავლობაში ჩემი კრიტიკის მეც არაფერს არ ახერხებდნენ. ესეთი იყო სიტუაცია, ესე გვახსოვს ჩვენ და ჩვენ ვერ წაგვიშლიან მახსოვრობას. ვერ მოახერხებენ ჩვენი მახსოვრობის წაშლას და ჩვენს ზომბირებას. რისი მცდელობებიც მათი მხრიდან ძალიან ხშირად იგრძნობა. რა არის მე არავის არ ვიცნობ აქ 15 წელია მასმედიას თავი გავანები, სულ ახალი სახეებია ჩემთვის. რატომ უნდა იყოს შეთანხმება? რატო ისმის ეს ხმები? თავისუფლად მოვიქცეთ. რატომ უნდა იყოს შეთანხმება? უკაცრავად ეს არის. მოდი. თუ შეუთანხმოთ? არასრულებთ და ერთი კითხვას კაი, დაასვას, აბა დაასვას და არა, უბრალოდ რა საჭირო იყო მაშინ ეს შეთანხმება? კი ბატონო, ეგ არ ყოფილა ეგ შეთანხმება და ნუ გვაბრალებთ ტყუილად. რადიოზე არ ყოფილა. უფრო კარგი შეთანხმება იქნებოდა, რაც სახელი გაქვთ. აი იმ შინაარსი ატაროთ. ეს იქნებოდა ყველაზე კარგი შეთანხმება ჩვენ შორის, რომ ეს არის საზოგადოებრივი წარმომადგენელი და მასთან შევთანხმდით ჩვენ და შეგიძლიათ კითხოთ და გიპასუხებთ. კი ბატონო. საზოგადოებრივი მაუწყებელი რადიო 1 რატი ხვისტანი. ბატონო ბიძინა, როდესაც თქვენ გენერალ ლებედევის საარჩევნო კამპანიას გენერალ ლებედის საარჩევნო კამპანიას აფინანსებდით. ძანეთ დიახ, როდესაც თქვენ აფინანსებდით გენერალ ლებედის საარჩევნო კამპანიას, თქვენ ხომ მიცოდით, რომ 99 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს ის იყო სადამსჯელო ოპერაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. უფრო მეტიც, საქართველოს გარდა ცნობილია მისი საქმიანობის შესახებ მოლდოვაში, სადაც მას მეტსახელად ჯალათიც კი უწოდეს. რატომ ეხმარებოდით ადამიანს, რომელიც ამავდროულად რუსეთის იმპერიის აღდგენის მომხრე იყო? თქვენ თვითონ წაიკითხეთ ჩემ ინტერვიუ, თქვენ წაკითხული გაქვთ? დიახ, რა თქმა უნდა. მე კითხვა რუსული კარგად იცით? იცი რატომ გეკითხებით? თქვენ საუბრობთ იგივე მეთოდით და მე ველოდი ამას და ეხლა ექვე მინდა განმარტება გავაკეთო. ქვე ტექსტებით ნუ საუბრობთ. როცა საუბრობთ და როცა გინდათ თქვენ გაახმიანოთ ის რაც მე ვთქვი, კეთილი ინებეთ და აზრი გაიგეთ და გამოიტანეთ და ისე ჩამეკითხეთ. მე ვაფინანსებდი არა გენერალ ლებედს, არამედ მე ვაფინანსებდი იმ 7 უმსხვილესი კომპანია, რომელიც მიწვეული იყო
ბორის ელცინის არჩევნებზე მე ვიყავი ერთ-ერთი, რომელიც აფინანსებდა ამ არჩევნებს. ბორის ელცინის არჩევნებს ვაფინანსებდი მე და თუ კარგად საიკითხავთ, მე იქ გადამწყვეტი, ესე ვთქვათ, ყველაზე კარგი და ყველაზე შედეგიანი ცვლები გავაკეთე და მოახერხე ის, რომ კომუნისტებს არ მოეცათ საშუალება დაბრუნებისა. ძალიან დიდი ხიფათი იყო კიდევ იმ დროს, ელცინის არჩევნების დროს. დიდი შესაძლებლობა იყო, რომ დაბრუნებულიყვნენ კომუნისტები. მე შევძელი დიდხანს ვერ ვარწმუნებდი შტაბს, მე იქ ამას დაწვრილებით ავხსერ, რომელსაც ჩუბაისი ხელმძღვანელობდა, რომ ლებეთ შეეძლო დაებალანსებინა ყველაზე მეტად კომუნისტები. საბოლოოდ გაიგეს, რომ მე ვიყავი მართალი და ზუსტად ჩემმა პოზიციამ მოახერხა ის, რომ გაიმარჯვა ბორის ელცინმა და ამით საქართველოსაც მიეცა საშუალება დარჩენილიყო და არ შემოbrunებულიყო უკან ის, რაც ჩვენ კარგად ვიცით, არ დაბრუნებულიყო კომუნისტები. არა მარტო რუსეთს და მთელი მსოფლიო უჭერდა მხარს ამ დროს, მთელი დემოკრატიული სამყარო უჭერდა მხარს ფარულად თუ ღიად ბორის ელცინის გამარჯვებას. აი აქ ვიდექი მე. ჩაგეკითხებით, მაშინ რაც შეეხება ბორის, რაც შეეხება ლებედი, თქვათ, ლებედი, პატივი ეცით. არა, უკაცრავად, მეორე ნაწილი არ მიპასუხე, უკაცრავად. თქვენ გენერალ ლებედთან მეორე ნაწილზე გიპასუხებთ, რომ რამდენად დაგეხმარათ გენერალ არ ვიცოდი მე ლებედი მონაწილეობდა თუ არა. კრასნოიარსკის მხარეში თქვენ ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით. არაფერი მონაწილეობა არ მიუღია ლებედში ბიზნესში და არავითარი კავშირი არ თქვენ რამდენად დაგეხმარათ ბატონ ლებედთან ურთიერთობა კრასნოიარსკის ოლქში თქვენ ბიზნეს არაფერში არ დამხმარებია ლებედთან ურთიერთობა და კრასნოიარსკის ოლქში მე ლებედს არ დავხმარებდი ვარ. ყველაფერი. კარგად, ძალიან გთხოვთ, რომ კარგად პატივი ეცით ერთმანეთს, რაშია საქმე, რა მოხდა? აგერ ამდგარი იყო ეს კაცი, ადამიანი კითხვას ვამდა და ეხა რა ძალადობაა თუ რა არის? რა უყავით ის მიკროფონი? კარგით. ბატონ ბიჭაშვილი ტელერადიო კომპანია თრიალეთის ჟურნალისტი ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მედია ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ხელისუფლების მხრიდან ხდება ზეწოლები, როგორც კარგით. ბოლო წლებში საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მედია ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ხელისუფლების მხრიდან ხდება ზეწოლები როგორც მედია საშუალებების, ისე მის ხელმძღვანელების და ასევე დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ. ამის ერთ-ერთ მაგალითად შესაძლოა ტელეკომპანია თრიალეთი ჩაითვალოს, რომლის ხელმძღვანელიც დღეს უკვე საფრანგეთს თხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს. თქვენ როგორ შეაფასებთ საქართველოს ხელისუფლების ასეთ დამოკიდებულებას თავისუფალ მედიასთან და როგორ გესახებათ აღნიშნული სიტუაციიდან გამოსავალი? შეფასება საქართველოს თავრობის დამოკიდებულება მედიასთან გარკვეულია და მე ამაზე თქვათ ზედმეტ კომენტარებს არ გავაკეთებ. გაუგონარ ზეწოლას განიცდის და აბსოლუტური მონოპოლიზება მოახერხა სააკაშვილმა მედიის მე პროცენტებით ვერ ვიტყვი და აბსოლუტური უმრავლესობის გამოსავალია ერთში. მოთმინებით დროულად მივიდეთ არჩევნებამდე და გავაკეთოთ სწორი არჩევნები. აი ამისთვის მოვდივართ მე და ჩემი გუნდი, რომ არჩევნებით შევცვალოთ ეს გაუსაძლისი სიტუაცია, რომ ქვეყანაში დავაბრუნოთ სამართლიანობის გრძნობა. თავისუფალი მედიის გარეშე ვერ მოხდება დემოკრატია, რასაც გვირდება სააკაშვილი და კიდევ სხვა რაღაცებს ბევრს. ერთი ძალიან ბევრი ის არის და იქნებ ერთი რამდენი ქართული არხები და ისინი იქნებ ერთი უცხო არხს მივცეთ, არ ვიცი სად არის, ან France Press-ი, ან BBC. ვინ არის? Митя Хрус, მე გინდა მე ვირჩი. არა. Аге, адгаиса, да, Мы русскоязычный. Тимур Кигурадзе, Первый информационный кавказский канал, мы русскоязычное телевидение. А вот у Набедзина... Какой таргман их нема? Картули таргман. Можно по-русски? По-русски можно, но надо переводить его. Картулат ხო არხი გადასცევს ამას და საქართველოს მოსახლეობა უსმენს. Тарჯიმანი ხალხს. შეგიძლიათ კარტულად? Братком, тут თქვენ ვიპასუხებთ რუსულად. არა, მე არ გიპასუხებ რუსულად. მე გიპასუხებ კარტულად.
ბატონო ბიძინამ ეგეთი კითხვა მექნება როგორც ბიზნესმენთან შესაძლოა თუ არა რუსეთთან ასე ვთქვათ нормальный экономический ურთიერთობების დამყარება, ასე ვთქვათ, კანონიერი честное экономическое отношение და რას ფიქრობთ თქვენ პირადად მიხეილ ხოდორკოვსკის საქმეზე ამასთან დაკავშირებით? მოგახსენეთ. ძალიან კარგი შეკითხვა, მადლობა. მე შეკითხვა მაძლევს საშუალებას გავიხსენო ომამდელი პერიოდი რუსეთ-საქართველოს დამოკიდებულების, სანამ აგვისტოს მოვლენები მოხდებოდა. სააკაშვილმა, რა თქმა უნდა, რუსული ბაზარი არის უახლესად საინტერესო. მთელი მსოფლიო იხსვის დღეს რუსული ბაზრისკენ. სააკაშვილმა საოცრად მოახერხა მისი აბსოლუტურად არადეკვატური, გაუაზრებელი, არადიპლომატიური განცხადებებით წყობილებიდან გამოეყვანა რუსეთის მთავრობა და შედეგად მივიღეთ ის, რომ პრაქტიკულად მარტო ყველა რუსულ ბაზარზე ვითარდება და ისრაფის ევროპაც და ამერიკაც და საქართველოსთვის დაიკეტა მთლიანად რუსული ბაზარი. და ეს მოხდა არც ომამდე მოხდა ეს და კარგად მინდათ რომ დააფიქსიროთ. რა დაკარგა საქართველოს და საქართველოს მოსახლეობამ მისი არადიპლომატიური განცხადებების შედეგად. რა თქმა უნდა, რუსეთთან ახერხებენ გაცილებით ჩვენზე მაღალი დემოკრატიის მქონე სახელმწიფოები ეკონომიკურ ურთიერთობას. რა თქმა უნდა, ეს უნდა მოახერხოთ ჩვენ. რა თქმა უნდა, რუსული ბაზარი ძალიან საინტერესოა ქართული ბიზნესისათვის. რა თქმა უნდა შევძლოთ და აღვადგინოთ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები. ხადარკოვსკის რაც შეეხება. ხადარკოვსკის მე ძალიან კარგად ვიცნობდი პირადად. და ძალიან კარგად ვიცი პროცესი როგორ განვითარდა პრივატიზაციის პროცესი რუსეთში. მე ხლა ამაზე რამდენადაც საქართველოს მოსახლეობისთვის არ არის ძალიან საინტერესო. არ არის ესე მარტივად როგორც თქვენ მიგაცნიათ ჟურნალისტებს. მე ვიყავი პირველი მოწინააღმდეგე იმ ზალოგოვი აუქციონი, ასეთი რაც ერქვა მაშინ. მე ვიყავი პირველი წინააღმდეგი და ერთადერთი წინააღმდეგი მსხვილი ბიზნესიდან, როდესაც რიგდებოდა აბსოლუტურად უკანონოდ მატრიცში იუკოსი, რომელიც შეიძინა ხადარკოვსკი. ჟურნალისტიკამ და ცივილიზებულმა სამყარომ ამ პროცესის განხილვა დაიწყეს იმის შემდგომ, როდესაც ჩამორთმევის პროცესი დაიწყო და ეს იყო შერჩევითი. შერჩევითობაში მე ვეთანხმები, რომ არ იყო სწორი, რომ მარტო ხადარკოვსკი არ იყო, თქვათ, ასეთი ტიპის აუქციონების მონაწილე. მაგრამ არცთვლად ისეა, რომ თავშივე იყო დიდი შეცდომები ასეთი აუქციონის განმართვის დროს. იმის შემდგომ, რა თქმა უნდა, ხადარკოვსკი დღეს არჩევითია და არჩევითობით მოხდა მისი დასჯა და ამ მხრივ მე ხარს უჭერ მის პოზიციას, რომ არ არის გადგამართებული. მიხედე იქ. აბა იქით. დაგე რა თქვენ რა ვერ მიუტანეთ. ერთი ბოდიშ მოვითხოვდა, ყველას უნდა კითხვის დასმა და ყველა მიყურებს თვალებში და მე მგონი და ხელს მიქნევს. მე მგონი თქვენ კითხვას არ უსმენთ, პასუხს არ უსმენთ. გინდათ რომ უყურებ დასვათ კითხვა და უბრალოდ ნუ გასაგებია, ყველას თავის მე არ კი არ მასშვები. არა, ემოციურად გასაგებია ნორმალურად. ნუ მე თქვენ, რა ვიცი, აბა რა ვქნა, არ ვიცი. შეიძლება? კი ბატონო. გამარჯობა, მარნა ბულაძე ჟურნალისტთა გილდიიდან. ბატონო ბიძინა, მე მაინტერესებს ერთი რამ, მაგრამ ცოტა ისე დავიწყებ. თქვენ დააგროვეთ როგორც რეალური ბიზნესი, რეალური, ასე ვთქვათ, ფინანსები, ასევე თქვენ შეიძინეთ მორალური პოლიტიკოსის სახე. ეს თქვენ გიწოდათ ერთ-ერთმა ფილოსოფოსმა და მე ვეთანხმები. ეხლა მაინტერესებს, როგორ მიგაჩნიათ აი თქვენს გეგმაში, რომელიც დაისახეთ, პოლიტიკაში და ისედაც როგორ როლს ანიჭებთ მეგობრობას, თანამოაზრეობას და აგრეთვე ერთგულებას და შეგიწყობთ თუ არა ეს ხელს თქვენს მომავალ მიზნების მიღწევაში? აუცილებლად. ქართველებმა განსაკუთრებული მეგობრობა მე მიმაჩნია რომ მე არ შეიძლება მოკლედ ერთ უკაცრავად მადროვეთ რომ პასუხი გავცე, პატივიცეთ ერთმანეთს. მე მიმაჩნია რომ ქართველებმა განსაკუთრებული მეგობრობა ვიცით და აუცილებლად მე ამით მისარგებლია და ვისარგებლებ მომავალშიც. ერთგულებას რაც შეეხება და პოზიციას რაც შეეხება პროფესიონალიზმის შემდეგ, რაც იქნება პირველი ჩემთვის კადრების შერჩევაში, შემდგომ იქნება ერთგულება და თანამოაზრეობა.
რა ვქნა თქვით ამათქე კი იმიტომ ძალიან აქტიურად მიუტანეთ აბა მიკროფონი რა ვქნა საწავიდან კიდევ ერთ კილოს მოიგებს შენ და ისე იქნება რა ვქნა ასე იქნება მაგრამ ძალიან ბევრია და რა ვქნა ასე იცით რა მე რატო დავობთ დრო გადის ისედაც ცოტა დრო გვაქვს მეცი დაუსვას კითხვა და არ ვიცი დას რაში კი გინაცვალი კი გისმით გუნერე მოგევალთ კი რუსთავი რაჯობია მაგრამ არა რომ წლების წინ თქვენ მე-9 არხის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეთ ბატონი ირაკლი ტრიპოლსკი ის ახლა არ გვესწრება და დღეს თქვენ პრესამსახურს ხელმძღვანელობთ იმის გამო რომ არხის ეთერში გავიდა ფილმი სადაც საუბარი იყო რუსულ ტერაქტებში ჩეჩნურ ყველაზე და ამასთან დაკავშირებით პუტინის კრიმინალურ მოღვაწეობაზე რა მოხდა რეალურად ბატონ ბიზნეს რატო ეკითხებთ აგერ არა ვარ მე გასაგებია მოყვა რუსეთის ელჩი საკმაოდ მწვავე რეაქცია და ახლა დროებით მაუწყებლობა შეწყვიტა გასაგებია ეხლა მე გასაგებია საუბედუროთ ვერ დაგეხმარებით იქნებ ირაკლი დაგეხმაროთ თან ეხლა ბატონო ჯერ თქვენ გამეცით პასუხი და ბატონო არ მახსოვს და არ ვიცი მსგავსი და როგორ გიპასუხოთ იქნებ ირაკლი დაგეხმაროთ ირაკლი გაგიმართოს არ მახსოვს ესეთი არ თქვენთვის ეს ნათელი არ არის თუ იქიდან გამანთავ და ასეთი რამე მოხდა მეაგერ ვზივარ გვერდზე საიდან გახსოვს თქვენ საიდან გახსოვს ეს ეს ჩვენ გვახსოვს ასე და უბრალოდ გადამოწყება გვინდოდა თქვენთან რუსთავი თქვენ ხომ ალბათ მოგაწოდეს ალბათ ესაა და თქვენ ხშირად ციცრუეში შეკავხართ და იქნებ ერთ-ერთი იყოს ասეთი მე ხო ვიცით მე გიპასუხებ მე კარგად ვიცი მექანიზმი როგორ სვა თქვენ შეკითხვებს მე ეს პირველ არხსაც გავაკეთე და ეხლაც კიდევ გავიმეორებ კიდევ ერთჯერ თქვენ მობრძანდით აქ აბსოლუტურად მომზადებული და თქვენ გონიათ რომ გაქვთ რაღაც ჩამწელი კითხვა კი ბატონო მიეცით საშუალება არ მახსოვს გახსოვთ შეკითხვა ესეთი არ გამიგია კი ბატონო გაგცემთ პასუხს რა პასუხის გაცემა გინდათ უბრალოდ დღეს საქართველოს საზოგადოებას აინტერესებს ბატონ ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია რატო არ მისმენთ დამშვიდით და ეცით პატივი ერთმანეთს დღეს მეთქი გითხარით ერთი წამი მაცადეთ პასუხი გავცე რა ხდება დღეს საზოგადოებას აინტერესებს პრესკონფერენცია ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და ირაკლი ტრიპოლსკისთან არაფერი კავშირი შეიძლება გავაგრძელო შეიძლება თქვენი პასუხი მე გაგცემთ მე გავცემ შეიძლება მე მინდა აქ ყოფ ჟურნალისტებს და საქართველოს მოსახლეობასაც მიმართო რომ კარგად შეაფასეთ გინდაც პირველი არხის და გინდაც რუსთავი 2-ის ჟურნალისტის მდგომარეობა მე თქვენი მდგომარეობა აბსოლუტურად კარგად ვაცნობიერებ მე მინდა მოსახლეობამ კიდევ ერთხელ დააფიქსიროს რომ თქვენ გინდათ მომზადებული კითხვებით გადაიყვანოთ პრესკონფერენცია სხვა სივრცეში და დასვათ შეკითხვები რომელიც დღეს საქართველოს მოსახლეობას არ აინტერესებს და თანაც სხვავთ იმ კითხვას რომელსაც ადგილი არ გქონია კეთილი ინებეთ და მიკროფონი გადაეცით ძალიან გთხოვთ აგერ ბლუმბერგს გადაეცით შეიძლება დიდი ხანია დგას რატო ძალადობთ გოგონა რატო ძალადობთ აგერ გადავეცი უკვე სიტყვა მე რა რატო ძალადობთ ვერ გავიგე არავის არ წაურთმევია თქვენთვის თქვენ წაართვით მიკროფონი თქვენ წაართვით იმიტომ რომ აგერ არ ვიცი აი რა სააგენტო ბლუმბერგი ელენე ბედველი გამარჯობა პირველ რიგში არ მინდა ხარ ვისაუბრო იმიტომ რომ ცოტა ისეთი ორგანიზებული პრესკონფერენცია ამიტომ გამოვიდა ესე მაგრამ ჩემი შეკითხვა ორი შეკითხვა ორი რატო ერთ შეკითხვა არა კონფერენცია ეხება პირველ რიგში მაინტერესებს ბატონებიძე თქვენი შეხედულება ნატოსთან დაკავშირებით რას ფიქრობთ საქართველოს საით უნდა წავიდეს თუ არა ნატოსკენ და მეორე სავაჭრო ორგანიზაცია თუ ადევნებდით თვალყურს რა თქმა უნდა ჩვენც დავწერეთ ამაზე პატრა დათრობებზე წავედით ჩვენც და რუსებიც წამოვიდნენ მოგახსენებთ ორივე კითხვას მოგახსენებთ დიდი მადლობა ნატო მოგეხსენებათ არის სამხედრო პოლიტიკური ორგანიზაცია ერთიც უკაცრავად შეიძლება თუ გაინტერესებთ რამის მოსმენა მოისმინეთ აბა აგერ დგას ადამიანი ფეხზე და რა უყო ეხლა მოგეხსენებათ ნატო გახლავთ სამხედრო პოლიტიკური ორგანიზაცია გარდა სამხედრო ინტერესებისა ნატოს სტანდარტებს აუცილებლად ნატოს სტანდარტები აუცილებლად საჭიროებს ქვეყანაში მაღალი დემოკრატიული ინსტიტუტების ყოფნას. სააკაშვილმა
თავისი ავტორიტარული მიდრეკილებით ეს ინსტიტუტები პრაქტიკულად გააუქმა საქართველოში და თავისი ქმედებებით ძალიან შორს გადასცია ნატოს პერსპექტივა. რაც შეეხება ნატოს. რაც შეეხება ვტო გაქვთ ხედულობაში, საინტერესოა რომ საქართველოს დააფიქსირა და ბოლო იყო მგონი ქვეყნებიდან ხმა მიეცა. თავისთავად ეს კარგი მომენტია მე ვთვლი რომ რუსეთი მოწესრიგებულ გარემოს წევრი გახდა და საინტერესო იქნება ყველასთვის და ამ მხრივ ძალიან კარგია, მაგრამ მე მაინც მინდა პატარა ნიუანსს მივაქციოთ ყურადღება. საქართველოს პირადად გარდა ახალი სიცრუისა ამით არაფერი არ მიიღო. რაღაც მონიტორინგი რომელიც ჩვენ მოგვახვიეს თავს, რუსეთი ამას მე მგონი 2 წელიწადია თვითონ გვეხვეწება და ჩვენ ვამბობდით უარს. შედეგად იმის რომ ვტო-ს წევრი ხდება რუსეთი და საქართველოს ამ დროს არავითარი ურთიერთობა არ აქვს ეკონომიკური და ეს ყველაფერი მოახერხა სააკაშვილმა და ელემენტარული იმუნიტეტი არ გააჩნია მას საერთაშორისო. მე ვფიქრობ რომ ეს იყო საერთაშორისო ზეწოლა და სააკაშვილი აიძულეს და ხელი მოაწერა მან და ამაში არავითარი ინტერესი არ დევს საქართველოს. საქართველოს მოსახლეობის არავითარი ინტერესი არ არის გათვალისწინებული. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე რომ სააკაშვილს აბსოლუტურად დაკარგული აქვს ყველანაირი იმუნიტეტი საერთაშორისო დონეზე და ეს გააკეთა მხოლოდ რომ მათთვის გაეწია ანგარიში და მხოლოდ იმისთვის რომ იმ იმედით რომ სააკაშვილი კიდევ გახდეს ასატანი მათთვის. აბსოლუტურად პოზიტიურია და კარგია რუსეთის შესვლა ვტო-ში. აი ეს გოგონა იბრძოდა ძალიან და ძალიან ხოთ, აი მიეცით იმას. ერთი წამი რა, ყველას აი რა პატივი ეცით ერთმანეთს ძალიან გთხოვთ. ტრიპოლსკის ნუანერვულებს ძალიან გთხოვთ. არა, რა პრობლემა დავიჭირე. ერთი წუთი მოვისმინოთ, წარმოადგინეთ თქვენთან. ტელეკომპანია იმედი ლიკაბერაია პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ მე მიკროფონი არავისთვის არ წამირთმევი და თქვენმა თანამშრომლობამ მომეწოდა თქვენ ეს თქვით და რაც შეხება წეგან გამოჩნდა კარგით. დიახ, რაც შეხება კითხვას ბატონო ბიძინა თქვენს პირველ ინტერვიუში ბრძანეთ რომ პირობთ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. როგორ აპირებთ რომ მოახერხეთ თქვენ ასევე ისიც ბრძანეთ რომ პუტინისგან დემოკრატიულ რეფორმებს ელოდებით. რა გაძლევთ ამ განცხადების გაკეთების საფუძველს და თქვენ რას თავაზობთ პუტინს? მოგახსენებთ. რაც შეეხება დემოკრატიული რეფორმების ლოდინს, ეს ჩემი სურვილია, ბოლოდან დავიწყებ თქვენს კითხვას და როგორ მოახერხებს ამას ჩვენ ყველანი ერთად დავინახავთ. რუსეთთან ურთიერთობის დალაგება რომელსაც ჩვენი მოსვლის შემდეგ ჩვენ ისერად დავიწყებთ. მე არ მაქვს ილუზია რომ ეს იქნება იული და არც განსაკუთრებული ფორმულები გამაჩნია. მე დიდი იმედი მაქვს ინტერესთა თანხმდრის. რა თქმა უნდა, ინტერესების დალაგებაზე როცა ჩამიგითხეთ, ალბათ ხედულობაში გაქვთ პირველ რიგში აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მდგომარეობა, რაც ჩვენ დღეს გაგვაჩნია. ერთადერთი და ძირითადი რის იმედის მე გამაჩნია, რომ მოხდება ინტერესთა თანხმდრა. ესეთ სიტუაციაში ყოფნა დღეს მოგეხსენებათ აფხაზეთისა და დე ფაქტო ოსეთის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების, ჩემი აზრით არც რუსეთისთვის არ არის სასარგებლო საერთაშორისო თანამეგობრობასთან ურთიერთობას ეს ძალიან ხელშეუშლის რუსეთის და ამავდროულად კავკასიის რეგიონი მოგეხსენებათ არის ფეთქებადი რეგიონი და რუსეთის შიდა უსაფრთხოებისთვისაც ეს არ იქნება საინტერესო. ძირითადი ესაა იმედი, რაზეც ვაკეთებ აქცენტს. კარგი, აკერ არის. კარგი, აკერ. გამშვიდით, თუ შეიძლება, გამშვიდით, ერთმანეთს ეცით პატივი რა, თუ შეიძლება რა. ამოხდა ვერ. თქვენ მარტო სააკაშვილის იმედი არ უნდა იყოთ, თქვენ უნდა იყოთ ქართული ხალხის იმედი. სხვებსაც მიეცით საშუალება. დავით იმჭედრიძე, მედიაჯი, ეს აშუქებს მედიის მოვლენებს, ქართული მედიის მოვლენებს. ამიტომ მე ამ თემას არ გადავუხმევ. კი ბატონო. თუ არ მოგიხსნია თქვათ ის შეთავაზება, რაც პირველ განცხადებაში ჰქონდათ მედიას საშუალებების შესყიდვასთან დაკავშირებით. ეს კითხვა, იმიტომ რომ ადამიანი ესე იგი პიროვნება რომელიც ქმნის პარტიას კრძალავს ის ის მედიას საშუალებას. კონფერენციამაც დაგვანახა რომ
თქვენი თანამშრომლობა თქვა ნაციონალურ არქივებთან ცოტა ეს რთული იქნება, ამიტომ რა რესურსები გაქვთ თქვენ და თქვენს გუნდს იმისთვის რომ თქვენი მესიჯი მიიტანოთ მაგალითად რიგით ამორჩევამდე. ანუ რისი თქმა მინდა ამით. მოგახსენებთ. მე კარგად გავიგე თქვენი შეკითხვა. პასუხი არ გაინტერესებთ. მე კარგად გავიგე. პასუხი არ გაინტერესებთ. თქვენ კითხვაზე ხო უსმენდნენ ადამიანს. რატომ ეკამათებით? ასვეს კითხვა და დაიცადეთ და მერე მოგცემთ კიდეს. თქვენ ხო ჩამეკითხეთ, თქვენ ხო შემეკითხეთ უკვე. ეხლა არ მოგავს ეს პასუხი. თქვენი კოლეგა არ უკაცრავ. მოგეთ მე კარგად ვაცნობიერებ და თქვენს კარგად ხვდებით დღევანდელ სიტუაციას მედიასთან დამოკიდებულებით. რის იმედიც მაქვს მე ძირითადი იმედი არის ის რომ სიჩუმე თუ შეიძლება. მიუხედავად ცდილობებისა ჩემი გამოსვლიდან და მანამდე პოლიტიკურ არენაზე და უფრო ადრეც მე კარგად ვაცნობიერებ რომ მე ძალიან კარგად ვიცნობ საქართველოს მოსახლეობას. ძირითადი მესეჯი საქართველოს მოსახლეობამ უკვე მიიღო და შეზღუდული მედია საშუალებებიც და მე არ მაქვს იმის განცდა რომ რაღაც სასაული მოხდება არჩევნებამდე და ან რუსთავი 2 ან ჩვენი იმედი ან პირველი არხი შეიცვლის პოზიციას, მაგრამ ძირითადი მოხდა და მე ვიცი კარგად საქართველოს მოსახლეობა არის ბრძენი და კარგად გაიგეს ჩემი პირველი განცხადებები, ყველამდე მივიდა ეს და ყველას მოეცა იმედი გაჩნდა კონკურენტულარიანი პოლიტიკური გარემო და ჩვენ ასეთი საშუალებებითაც მოვახერხებთ მივიდეთ არჩევნებამდე და აუცილებლად გავიმარჯვებთ. თვალებში ვერ ვეღარ შევ ძალიან ხო დამშვიდით რა დამშვიდით აქეთაც გაიხედე აქეთაც გაიხედე ახლა აქეთ გავიხედა რა ხაი ასე უნდა გავიხედა ბატონო ბიცინა დაწნადით თქვენ ძალიან გირჩევთ რომ დაწნადით პატიეცით თქვენს პროფესიას ერთით პატივით თქვენს კოლეგებს ხო დასვით ერთი კითხვა რა ნახეთ რამდენი ხალხი ბატონო ბიცინა თუ აგერ ამ ადამიანს ვერ არის ბატონო ბიცინა ძალიან ბევრჯერ ახსენეთ ვერ გავიხედა ისეთი კუთხით ახსენეთ რა ვიცი აი ამ წუთებში ხარ პირდაპირ ეთერში კი ბატონო გიორგი კობერიძე ტელეკომპანია კავკასია არა უნდა გიპასუხოთ ერთიც უკაცრავად პირდაპირ ეთერში რო ვარ ეს არ არის თქვენი დამსახურება ეს არის თქვენ ხართ საზოგადოებრივი არხი მე ვარ საზოგადოებრივი წევრი მე მათ რიცხვში საზოგადოებასთან ერთად ვაფინანსებ თქვენს ტელევიზიას ეს არ არის თქვენი ტელევიზია ეს არაა სააკაშვილის ტელევიზია და დაწვარდი ძალიან ხოლმე ბატონო ბიძინა, კანონმდებლობით არანაირი ვალდებულება არ არსებობს ჯერ ერთი და მეორეც ერთი ტელეკომპანია კავკასია გიორგი კობერიძე ბატონო ბიძინა თქვენ გაურბიხართ ბატონო ბიძინა კითხვებს და პასუხს არცემთ პირდაპირ თუ კი ბატონო ბიძინა თქვენ ვდით ან არჩევნებში მონაწილეობა არ მოგეჭათ მოქალაქეობა და არ მოგეცათ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება. უფრო კონკრეტულად რო გითხრათ, რას აპირებთ შემდეგ? იქნებით პასიური დამკვირვებელი თუ როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე ბიზნესმენი, ესე ვთქვათ, სხვადასხვა დემოკრატიის განვითარების მიზნით სხვადასხვა ფინანსებთ. მოგახსენეთ. მე ჩამომართვეს უკანონოდ მოქალაქეობა, მაგრამ ვერ ჩამომართვენ ქართველობას და ვერ დამეკარგავენ სამშობლოს სიყვარულს, რაც მე ძალიან დიდად გამაჩნია. არანაირი ქმედება და ვერანაირი ქმედება უკანონოდ უკანონიერი სააკაშვილის ჩვენ ვერ შეგვიშლის ხელს მივიდეთ არჩევნებამდე და გარწმუნებთ რომ ჩვენ არჩევნებში შევცვლით სააკაშვილის მთავრობას. ბიძინა იმ შემთხვევაში თუ იმ გადაწყვეტილებების ტენდენცია რასაც იღებს თქვენთან დაკავშირებით ხელისუფლება არ შეიცვლება და ტენდენცია მართლაც ისეთია რომ ალბათ უკუ პროცესი ამ ეტაპზე შეიძლება ვივარავდოთ რომ არ დაიწყება რას აპირებთ კონკრეტულად ვისთან ითანამშრომლებთ და ვინ იქნება თქვენი დასაყრდენი პოლიტიკური ძალა ეს იქნება ირაკლი ალასანია რესპუბლიკელებთან ერთად თუ შესაძლოა ეს წრე კიდევ უფრო გაფართოვდეს და თუნდაც ის პოლიტიკური პარტიები შეუერთდნენ თქვენ უკვე გქონდათ კონსულტაციები. ფერდს დავამატებ, რამდენად მოსალოდნელია რომ გამოჩნდეს სრულიად ახალი სხვა პოლიტიკური პარტია, რომელიც უშუალოდ თქვენი მონაწილეობით თუ თქვენი სახელი დაიწყოს პოლიტიკურ საქმიანობას. და კიდევ ერთი, ის პოლიტიკური პარტია, რომელი იყო, თქვენ რო ახსენეთ 2008 წელს, რო სულდა დახმარებოდით მას რო გითხრათ. არ დაასახელეთ იქნებ დაგვისახელეთ.
28 წელს რაღაც კარგად ვერ გამიგეთ. Რაღაც კარგად ვერ გამიგეთ თქვენი კითხვა. საკმაოდ ძველი კითხვა გაგაჩნიათ და მე შევეცდები გიპასუხოთ. ახალი პარტიის გამოჩენა ალბათ თუ ჩემი პარტიის, ჩემი ჯგუფის, ჩემი გუნდის, რომელიც ჩვენ გვაქვს გეგმაში შესაძლებელია რომ პარტია ჩამოვაყალიბოთ და ასეთი იქნება, თუ ეს შეიძლება მოხდეს ჩემს გარეშე, მაგრამ ეს იქნება ჩემი გუნდი, თუ ეს გაქვს ხედულობაში, ჩვენ გვაქვს ეს გეგმაში. რაც შეეხება ეს იქნება ახალი სახეები, მაქსიმალურად ახალი სახეები, როგორც შევძლებთ და როგორც მოვახერხებთ. რაც შეეხება ალასანიას და რესპუბლიკელებს მე უკვე განცხადება გავაკეთე ამის შესახებ, რომ აუცილებლად მათთან ვითანამშრომლებ. როგორ ფორმაში იქნება ჯერ ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია. მათთან ერთად მე ვაპირებ თანამშრომლობას ყველა ოპოზიციურ პარტიასთან და არა მარტო ოპოზიციურ პარტიასთან. მე მოვედი ჩვენ მოვედით უпроსტად მე უკვე გუნდი მყავს და ძალიან კარგი თანამოაზროები შევკრიბე. ჩვენ მოვდივართ საქართველოს გამთლიანებისთვის. აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა მოვახერხოთ რომ ყველა ქართველთან, ყველანაირ ძალასთან ვითანამშრომლოთ. თანამშრომლობა არ ნიშნავს აუცილებლად გაერთიანებას. დამშვიდით. სად იყურებით, აბა მიუტანეთ. სალომე უგულავა, ჟურნალი ტაბულა, თუ შეიძლება. ლიკა უკაცრავად კითხვა სვავ. რატო არცემ პატივს ამდენი ადამიანები? ლიკა მე ვსვავ მაგ კითხვას და მიიღებ პასუხს. ძალიან გქონდ ლიკა ჟურნალისტები არიან თქვენი კოლეგები. ძალიან გქონდ რატო სალომე ისმენ. სალომე უგულავა, ჟურნალი ტაბულა. ძალიან კარგი გოგონა ბრძანდებით შესახედად და დაბრძანდით. გამოვამგამეთ თქვენს რასია საქმე, დაბრძანდით რა. მიეცით აგერ კითხვა სხვა. უკაცრავად კითხვა სხვა მგონი. სალომე უგულავა, ჟურნალი ტაბულა. ბატონო ბიძინა, თქვენ თქვით რომ რუსეთი არადემოკრატიულობის ყველაზე ცუდი მაგალითი არ არის. უკაცრავად ვერ გავიგე. ჟურნალი ტაბულა, სალომე უგულავა. თქვენ თქვით რომ რუსეთი არადემოკრატიულობის ყველაზე ცუდი მაგალითი არ არის. ალბათ იცით რომ დემოკრატიულობის რეიტინგებში რუსეთს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. კი ბატონო. დავასრულებ თუ შეიძლება. და საკუთრებით გაუარესდა პუტინის მოსვლის შემდეგ, თუ მანამდე რუსეთი Freedom House-ის მიხედვით იყო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყანა, ის ეხლა არის არათავისუფალი ქვეყანა. კორუფციის საქმის ინდექსშიც დღეს რუსეთი 154 ადგილზეა, პაპუა-ახალ გვინეასა და ტაჯიკეთს შორის იყო მანამდე 93 ადგილას. და რა შეგიძლიათ თქვათ, ამაზე ცუდი მაგალითი რა შეიძლება იყოს და თქვენ რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ პუტინი გამოსწორდება. თქვენ როიტერთან ინტერვიუში თქვით, რომ გაქვთ მოლოდინი, პუტინი გაატარებს დემოკრატიულ რეფორმებს და დაიწყებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. ძალიან გთხოვთ ჟურნალისტებს, როდესაც გინდათ გაიხსენოთ ჩემი ნათქვამი, დაზუსტებოთ და აზრი გამოიტანოთ იქედან. მე არ ვაპირებ, თქვათ, იმის განცხადებები გავაკეთოთ, თქვათ, როგორი გზით წავა რუსეთი. მე შემიძლია, თქვათ, გამოთქვა ჩემი როგორ გითხრათ, ჩემი იმედი, რომ შესაძლებელია მოხდეს მსგავსი რამ. მაგრამ მე თქვენ ერთ რამეს გირჩევდით ყველას, რომელიც ცდილობთ, რომ ძალიან აქცენტი გადაიტანოთ რუსეთის პოლიტიკასა და რუსეთის შიდა პოლიტიკაზე, ჩვენსაც მივხედოთ, ჩვენ ჯობია ზედმეტ კრიტიკას. მე ვთქვი ის, რომ ჩვენზე დემოკრატიული ქვეყნები და რუსეთს არადემოკრატიულ ქვეყნებთანაც ახერხებენ ყველაზე დემოკრატიული ქვეყნები ურთიერთობას, ეს არის დიპლომატია. ესეთი რამ არ მithქვამს, მაგრამ მე მაქვს პოზიცია ისეთი, რომ ყველა ვარიანტი ჩვენ უნდა შევძლოთ რუსეთთან. პასუხი არ გაინტერესებს. პასუხი არ გაინტერესებს, რა მოხდა? ნუ უაზრო იყო თუ აზრიანი ჟურნალისტის შეკითხვა იყო და პასუხი. დაი მოითმინეთ ერთი წუთი და იქნება. თქვენ მეკითხებით იმას და იყენებთ ციტატად იმას, რაც მე არ მithქვავს. დამოკიდებულება რუსეთთან ჩვენი უნდა იყოს ისეთი, რომ ჩვენ უნდა მოვახერხოთ ისეთ რუსეთთან, უკაცრავად პასუხს დაელოდეთ. პასუხი არ გაინტერესებს. პასუხს დაელოდეთ, ძალიან გთხოვთ. ჩვენ უნდა მოვახერხოთ ისეთ რუსეთთან ურთიერთობა, როგორიც იქნება. რუსი ხალხის გადასაწყვეტია, რუსი ხალხი აკეთებს არჩევანს, რუსი ხალხი ირჩევს თავის
თავრობას ჩვენ ქართველებმა და საქართველოს თავრობამ უნდა მოახერხოთ, ვიყოთ დიპლომატიურები და მოახერხოთ ისეთ რუსეთთან ურთიერთობა, როგორც ისეთ თავრობასთან ურთიერთობა, როგორცაც აიჩევს რუსი ხალხი. რა უქნა ადამიანები ესეთი გურიან ნიუსი ნატო გოგელია ბატონო ბიძინა დღეს ხელისუფლებისთვის სამწუხაროდ თბილისის გარდა პრაქტიკულად სხვა ქალაქი არ არსებობს მე მაინტერესებს თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვთ რეგიონებთან მიმართებაში და როგორ აპირებთ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებთან ურთიერთობას გმადლობთ პასუხი არ გაინტერესებს რატო თქვენ ვერ გავიგე კარგით პასუხი ძალიან მოკლე რომ როგორც თბილისთან ისე რეგიონებთან უნდა გქონდეს ერთნაირი დამოკიდებულება ეს ყველა საქართველოს ტერიტორია და საქართველოს მოსახლეები არ უნდა გაირჩეოდენ იმის მიხედვით თუ საცხოვრობენ ისინი მე კარგად მისვლის თქვენი გულის ტკივილი რომ რეგიონები პრაქტიკულად არის მიტოვებული ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ საქართველო გამთლიანდეს და რეგიონებიც გასწორდნენ და ეკონომიკა წამოიწყოს ბეთ გაზეთი კვირის პალიტრა იზორიკაძე ბატონო ბიძინა ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში როგორ იქნება თქვენი დამოკიდებულება თანაგუნდელების ახლობლების მიმართ ხომ არ ექნებათ მათ ხელშეუხებლობის იმუნიტეტი თქვენ ალბათ კარგად იცით უკაცრავად პასუხს დაელოდეთ აი რა მოხდით აქ პრესკონფერენცია არ გაინტერესებს მე უკვე რამდენჯერმე მოახერხე შეხვედრა რატო? ბოდიშ. ერთს ძალიან გთხოვთ, ერთს პარკითხვას პასუხს დაველოდოთ. ჩემი დამოკიდებულება თანაგუნდელების თუ თანაპარტიელების და ამავდროულად ალიანსის შედგება თუ სხვა გვარი თანამშრომლობა მექნება პარტიებთან, რომელსაც მე შევხვდი, მე უკვე რამდენჯერმე ხუმრობით და ნახევარხუმრობით მოახერხე ესეთი შეკითხვების დასმა. ჩემთან ერთად რომ აპირებთ თავრობაში მოსვლას, რამე მსგავსი ხო არა გაქვთ იმედი, რაც დღეს ხდება. იცოდით რომ არავინ არ დაიზოგება. არც ერთ შემთხვევაში, არც ერთი ახლობელი, არც ერთი ჩემი თანამოაზრე არ მიიღებს არავითარ ინდულგენციას, მე ვიქნები დაუნდობელი, ვინც არ დაიცავს კანონს და ვინც მოახერხებს და პირველი ჩემი და ძირითადი იდეა იქნება რომ ეს ელიტარული კორუფცია. ზემოდან უნდა დაიწყოს ყველაფერი, ზემოდან უნდა იყოს ნება და გაძლევთ პირობას რომ არავითარ კორუფციას არ დაუშვებ. პირველ რიგში ელიტარული კორუფცია აღმოიფხვრება მოსვლის დღიდან. ალია რომელია რა თუ შეიძლება ძალიან მოკლედ მედია კავშირი ობიექტივი ნინო ფესტალავა ძალიან მოკლედ თქვა იქნება და ვფიქრობ ძალიან ბევრი ჩემი კოლეგისაგან განსხვავებით იქნება საქმიანი როგორ წარმოგიდგენიათ არჩევნებში გამარჯვება მოსახლეობის აღრიცხვისა და საარჩევნო სიების დაზუსტების გარეშე და თუ აპირებთ საარჩევნო სიების დაზუსტებას და დაგვიკონკრეტეთ რა მექანიზმი. მოგახსენებთ. დიდი მოგახსენებთ. რა თქმა უნდა, გუნდის ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობს. დღეს ჩვენ ძალიან ცოტანი ვართ, მაგრამ მსგავსი კითხვების განხილვა მე უკვე მოახერხე რესპუბლიკელებთან და ალასანიას პარტიასთან. კარგად მესმის თქვენი შეკითხვის მიზანი, რომ მათ აქვთ მექანიზმი და ემზადებიან იმისთვის, რომ ტოტალური გაყალბება მოახერხონ, მე გაძლევთ პირობას იმისას, რომ ეს არჩევნები იქნება აბსოლუტურად განსხვავებული და ნუ აქვთ ილუზია და ნუ აქვთ ამის განცდა სააკაშვილს და მის გარემოცვას, რომ მოხდება მსგავსი. რეალობა მე წარმომიდგენი ესე, რომ სააკაშვილს დღეს საკუთარი დედაც კი არ მისცემს ხმას. მას საკუთარი გარემოცვასაც აღარ სჭირდება დღეს სააკაშვილი და მისი ქცევები და მისი ძალადობა არა მარტო ქართულ მოსახლეობაზე მთლიანად, ახლო გარემოცვაზეც ძალიან კარგად ვიცი მე როგორ ხორციელდება. სააკაშვილი რეალურად ვერ მიიღებს ხმების რაოდენობას, რომელიც გაყალბების შემდეგაც შესაძლებელი იქნება მისი გაფორმება. ის მიიღებს ძალიან ცოტა ხმებს და ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოახერხებს გაფორმებას გაყალბებული არჩევნების. ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. ჩვენ არჩევნებში გარწმუნებთ, იმედიანად ვიყავით, ჩვენ არჩევნების გზით შევცვლით სააკაშვილის მთავრობას. ყველაფერი კარგად იქნება. ბატონო ბიძინა ერთი წუთი. კი ბატონო, ამიეცეთ. მე თუ პირველ ყოვლისა დიტო ჩუბინიძე ალია ჰოლდინგი. ბატონო მინდა გითხრათ რომ თქვენ 100-ით 0 მოიგეთ დღევანდელი პრესკონფერენცია და რაც დღეს აი ამ მიკროფონთან დაკავშირებით ხდება, ეგ არის სამარცხვინო.
ეს ერთი. მეორე ჩვენ არ მოსულვართ საგანგებოდ მომზადებულები, მე და ჩემი კოლეგა ბატონი გელაზე დელაშვილი, უბრალოდ გაოცდით ცოტა არ იყო და ეს იყო ჩვენთვის სიურპრიზი ბატონო ბიძინა, ნუ თუ ღირდა მაპატიეთ ამ მაკულატურის დარიგება დღეს ამ დარბაზში, რომელიც 2008 წლის აგვისტოში არის დაბეჭდილი და რომელიც ბატონო ბიძინა თუ არ ვწდები თქვენს მიერ ვანო მერაბიშვილის აგენტად შერაცხილმა გოგა ჭდილელმა დაბეჭდა. რაც შეეხება შეკითხვას. რაც შეეხება კითხვას. კვირის ქრონიკაში ბატონმა კახა მიქაიამ, რომელიც გახლავთ ლევან გაჩეჩილაძის დაიცავი საქართველოს ერთ-ერთი აქტივისტი, მე მომცა ინტერვიუ, სადაც მან განაცხადა, რომ ხელისუფლება პირადად ბაჩუ ახალაია და მიხეილ სააკაშვილი სამეგრელოში აყალიბებენ ეგრეთ წოდებულ სამობილიზაციო ჯგუფებს, საუბარია კონკრეტულ სოფლებზე, მაგალითად დარჩელზე, შამგონაზე, სადაც კონკრეტული ადამიანები წაიყვანეს სოფელ ჯიხაშკარში მოაწყვეს სასროლეთი და მიდის ამ ხალხის მობილიზაცია წრთონა. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით და ერთიც და დავამთავრებ ამით. ფაქტია, რომ თქვენ პოლიტიკაში შემოსვლით ხალხში გააჩინეთ იმედი. ერთი შიკი კანასკნელ აპიქს და სააკაშვილი იქნება თქვენი თამასა. მოგახსენებთ რა შეეხება ამ ბროშურს მოგახსენებთ რა შეეხება ბროშურას მაგაში ძალიან დიდი დამსახურებაა თქვენი და ცოტა გაოცებული ვარ რომ თქვენ მე მახსენებთ მაგის შესახებ მე თქვენს ადგილზე ცოტა მომერიდებოდა მაგ ბროშურის შეხსენება თქვენს ადგილზე ორივეს შეგახსენებთ თქვენ ხართ თავარი გმირები მაგ ბროშურის და უამრავი პასუხი მოხდა თქვენი შესაძლებლობით ძალიან კარგი იქნება თუ არ გავიხსენებთ ამას თუ გასწორდებით მე არა ვარ ის კაცი შეკითხვები ძალიან დიდი შიშია იმის რომ შეკითხვები წამოვიდეს იგივე და აი ლებედი მაგალითად მათ შეკითხვა ჰქონდათ და განმეორდა რაც შეეხება თქვენ შეკითხვას ინფორმაციას რომ ასეთი ჯგუფები იქმნება მე ბევრს ვერ მოგახსენებთ ძალიან ცოტა ჩემამდე რაღაც ინფორმაცია მოვიდა მაგრამ ფაქტები არ მაქვს და მსგავსი ჯგუფების შექმნის შესახებ ბევრს ვერაფერს ვერ გეტყვით რაც შეეხება თამასას ბრძოლის გამარჯვებამდე და მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ არჩევნების გზით გავიმარჯვებთ ნუ გაქვთ ეჭვი ეს ილუზია მე მგონი თვითონ სააკაშვილსაც აღარ აქვს მაგრამ ახერხებს კიდევ რაღაც საადობის გაცემას კარგით აღარ შემინე ბატონო ირაკლი ერთი წუთით თაზო კუპრიშვილი ინტერნეტ გამოცემა ნეტგაზეთი თქვენ განაცხადეთ რომ ვერ ითანამშრომლებთ ეროსი კიწმარიშვილთან და რომ ასეთი ტიპის ადამიანი ვერ გახდება თავისუფალი სიტყვის გარანტი 2009 წელს კი მისი ფონდი 2020 9 მილიონზე მეტი ლარი დააფინანსეთ. რა მიზნით და რისთვის გადაეცით მას ეს თანხა და რა შეთანხმება იყო თქვენ შორის და ასევე მეორე კითხვა როგორი იქნება თქვენი პოლიტიკა რელიგიურ, ეთნიკურ და სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებით. მადლობთ. პირველ კითხვაზე მოკლე პასუხი მაქვს, მე არ ვიცი რა ჩამეკითხეთ და როდის დავაფინანსე. რა შეეხება პირველ კითხვაზე ვერ გპასუხობთ, ამდენადაც ინფორმაცია მე მგონი მწარია, მე ეროსი არასდროს არ დამიფინანსებია და ეროსის და რა შეეხება თქვენს ქართულ ბანკიდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია, სადაც ეს ორგანიზაცია არის დაფინანსებული. მოახერხეთ წერილობით, მოახერხეთ, იმიტომ არ ვიცი, გულწრფელად გეუბნებით. ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია წერილობით. გულწრფელად გეუბნებით, შეგიძლიათ ეს გამოაქვეყნოთ და პასუხს მიიღებთ, მე არ ვიცი, გულწრფელად გეუბნებით, არ ვარ მზად. რა შეეხება მეორე კითხვას, სექსუალური რელიგიური უმცირესობის შესახებ, მე მიმაჩნია, რომ ისინი არიან ისეთივე წევრები ჩვენი საზოგადოების, როგორც ყველა სხვა დანარჩენი საქართველოს მოსახლეობა და დამოკიდებულება მათთამე იქნება ისეთივე, როგორც ყველასთან. აი ეს გაგიზდა გადაიღია ეს ადამიანი. მოგესალმებით. ეს არ თქო. რა ვქნა ეხა რომ შეიძლება დავიწყო. მოგესალმებით. შორენა გოგოლაძე პრესაჯი. ბატონო ბიძინა თქვენ განაცხადეთ რომ თქვენს ბიზნესს რუსეთში გაყიდით. უფრო უპრიანი ხომ არ იქნებოდა რომ ჯერ გაგეყიდათ მეტი დამაჯერებლობისთვის და შემდეგ გაგეცხადებინათ პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით და აქვე ძალიან მაინტერესებს ამ კითხვაზე პასუხი. მიგაჩნიათ თუ არა რომ ხართ კრემლის უკანასკნელი იმედი საქართველოში. კარგია. კარგია, ამ შეკითხვას ველოდი და კარგია.
ძალიან მთელი პასუხი მაქვს, ძალიან ფართო პასუხი მაქვს და თუ შეიძლება მადროვეთ. თუ შეიძლება სიცხნარე მოусმინეთ ადამიანებო, რაზე კითხულობთ, რაც მეხვერწებით, რაც მეხვერწებით. პასუხი. ეს კითხვა მუსირებს ჩემი დღიდან მოსვლისა, მუდმივად რომ კრემლის პროექტი და კრემლის აგენტი. რაც შეეხება ბიზნესის გაყიდვას, მოკლედ მოგახერხებთ რომ მოგახსენებთ რომ მე აბსოლუტურად მუცბელი ვიყავი ჩემს განცხადებაში, ერთ სიტყვა გადახვეულად არ მithქვავს. მე არ ვემზადებოდი პოლიტიკაში მოსვლისთვის, თუმცა რომ მზად ყოფილიყავი, რა თქმა უნდა, აჯობებდა და თქვენი შევა აბსოლუტურად გამართლებულია, რომ ჯერ გამეყიდა და მე გამეცხადებია, მაგრამ მე არ ვემზადებოდი ამისთვის და ეს ბიზნესი არ შეიძლება გაიყიდოს ერთ დღესა და ორ დღეში. ამას უნდა დრო. მეორე კითხვა თქვენი რაც შეეხება კრემლის პროექტს და კრემლის პროექტი, კრემლის აგენტი, კრემლის იმედი, უკანასკნელი იმედი ერთი და იგივეა, ეს მუდმივად ჟღერს ეს ქართულ პრესაში და ძალიან გთხოვთ, მე ფართო პასუხი მაქვს ამაზე, ძალიან საინტერესო, ბიჭო შენ მაინც გაჩერდი რა. რამდენადაც ძირითადი შეტევა ხორციელდება ამ კუთხით, რომ კრემლის აგენტი, კრემლის პროექტი, კრემლის ბოლო იმედი და სულ ეს ტრიალებს ამ სამი მოწოდებულ არხში და თქვა სხვა საინფორმაციო საშუალებებში. მე მინდა ამაზე ესეთი განცხადება გავაკეთო. მე ვთქვი რამდენჯერმე იქნებ კეთილინებეთ და მოისმინოთ. ძალიან გთხოვთ. მუდმივად ატრიალებენ, მუდმივად მიდის ამის აჟიტირება, რომ ეს არის კრემლის აგენტი და ესე შემდეგ. აგენტი და პროექტი და თუ პროიმედი ეს ყველაფერი ერთი და იგივე აზრის მატარებელია, რომ ეს არის ტრული დამოკიდებული მოგზავნილი რუსეთიდან, რომ საქართველოს უმტროს დაახლოებით ესე ტრანსფორმირდება ეს აზრი და ესე აწვდიან ყველას. პასუხი ჩემი რომ გავეცი რომ 9 წელიწადია რუსეთში არ ყოფილი ვარ და თქვათ არავითარი ამის ერთი ფაქტიც არ არსებობს, საკმარისი არაა, ვაცნობიერებ რომ მაინც რჩება ილუზია იმის რომ შესაძლებლობა ამის მაინც რჩება. ამის შემდეგ ალბათ კარგი პასუხია რომ ადამიანის ქმედებით უნდა შევაფასოთ, რამდენად მტრული შეიძლება ის იყოს ჩვენი ქვეყნისთვის. ხო მე მაიძულეთ და პოლიტიკაში მოვედი და ვაცნობიერებ და შევიცვალე კორექტირება გავაკეთე ჩემი სოფხედელობის სიძულებით და ჩემს გაკეთებულზე თვითონვე საუბრობ, რა ძალიან მერიდებოდა და ვერიდებოდი. 20 წლის წინათ დაახლოებით უკვე გამოვიდა ეს ინფორმაცია რომ 450 ტრაქტორი გამოგზავნეს საქართველოში. აქედან მოყოლებული მუდმივად სიკეთის მეტი ჩემი ქვეყნისთვის არაფერი არ გამიკეთებია. და რა გაძლევთ ამის ტრიალის საშუალებას მუდმივად რომ ესეთი ეჭვები გაქვთ, რომ მე შეიძლება საქართველოს რაღაც საშინელება ჩავიდინო. უფრო კარგი მაგალითები გაგაჩნიათ. თუ მტრობაზეა, თუ მტრობის გეშინიათ, შეხედეთ სააკაშვილის ქმედებას. გაანალიზეთ ის კარგად. განა მასში არა ჩანს ის ყველაფერი, რაც მე გინდათ რომ მომაწეროთ. ჩემი შენ გითხარიო, ქართული ანდაზარომა. განა მტრული არ არის ის, რასაც ახორციელებს ის ქვეყნის შიგნით ამდენი ძალადობა და საგარეო პოლიტიკაში ნახეთ სად მიგვიყვანა, თუ გინდ რა აგიცოს მოვლენები რა არის. და მე კიდევ ერთი რომ დავარწმუნო საქართველოს მოსახლეობა რომ ეს არის მოგონილი. და სააკაშვილს კი გონია რომ ქართული ხალხი ბრიყვია, მაგრამ არ არის ეგრე გარწმუნეთ. ყველანი ყველაფერს კარგად ხვდებიან და არავინ მაგას აღარ ჭამს უკაცრავად. და შევახსენებ კიდევ ერთ საქართველოს მოსახლეობას. თუ ეს ძალიან განიცდის სააკაშვილი და ესე ძალიან განიცდის თქვას მისი სატელიტი ტელევიზიები და ჟურნალისტები, ასეთ საკითხს ორი კარგი მაგალითი გაქვთ. ბენდუქიძე, რომელიც ასევე მდიდარია, შეიძლება იმდენი არ აქვს, ამდენიც მე, მაგრამ საკმაოდ მდიდარი მულტიმილიონერია და დღესაც სააკაშვილი რჩევლად პირდაპირ წამოსული რუსეთიდან მინისტრად დაისვა, რატომ აქ არ გაჩნდა ეს კითხვები? და მეორე საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ბატონი ვაშაძე და დღეს საგარეო საქმეთა მინისტრად მოგვევლინება. რატომ იქ არ აღიძვრის ეს კითხვები და რატომ მარტო ჩემზე ვცელდება? არავითარი საფუძველი რომ არა, იმიტომ რომ უნდა დავაბოლოო. იმიტომ რომ მე მინდა მიმართო საქართველოს მოსახლეობას, რომ კარგად გააკეთეთ ანალიზი. იმიტომ რომ არაფერი ჩემს საწინააღმდეგო მათ არ გააჩნიათ. არ გააჩნიათ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ არ არსებობს ჩემგან კანონდარღვევითი ქმედებები, არც წარსულში და არც ახლო მომავალში. აი ეს მინდა რომ კარგად გაიგო. ბატონო ბიძინა. არა, ერთ წუთი, მე მგონი. ბატონო ბიძინა. დამშვიდით ერთ წუთი, რატო შეიძლება თქვენთვის და არ შეიძლება ამის? ბატონო ბიძინა, ნინო მეტრებელი ჟურნალის სარკე. რაც თქვენ მოხდით მას შემდეგ პოლიტიკაში კეთება ანალოგიები თქვენსა და ბადრი პატარკაციშვილის შორის. თქვენ თუ ხედავთ ამ რამე ანალოგიას თქვენსა და მას შორის, როგორი ურთიერთობა გქონდათ მაშინ, როცა ის ცოცხალი იყო და შემდეგ რაც მას მოვიდა, როცა დევნიდნენ და რაც მას მოვიდა თქვენი დამოკიდებულება და შეიცვალა თუ არა თქვენ
მასთან ურთიერთობაში. დიდი მადლობა. მოგახსენებთ. მე ბადრისთან მქონდა ძალიან თბილი ურთიერთობა. ჩვენ საერთო ბიზნესი არასდროს არ გქონია და პარტნიორების არ ყოფილვართ, მაგრამ ვახერხებდით რამდენჯერმე შევხვედრილ ვართ რუსეთში და ყოველთვის ვაცნობიერებდით, რომ ჩვენ ვიყავით თანამემამულეები, ამ ხრივ კარგი დამოკიდებულება მქონდა. პოლიტიკაში პარალელები მე ვთვლი, რომ ძალიან ძნელი გასავლები იქნება, რამდენადაც ბადრის გაცხადებულად ქონდა და ქონდა სურვილები ამის და არ მალავდა. მე გულწრფელად მოგახსენეთ, რომ მე არ ვაპირებდი და იზოლებული გავხდი, რამდენადაც ჩემი სამშობლოს დაკარგვის საფრთხე დავენახე და ყველა ჩემი ღირებულებები ის რომ პოლიტიკაში არ მოვალ და ჩემი სოფხედულობა ყველაფერი ვანაცვალე ჩემს ქვეყანას და მე ვფიქრობ რომ ძალიან სწორი ნაბიჯი გავაკეთე. აი რა შემიძლია თქვა ბადრისთან დაკავშირებით. გიცნობთ ძალიან კარგად გიცნობთ. მოგესალმებით. ძალიან სასიამოვნოა. აი ტრაქტორები თქვენ გააშუქეთ ზუსტად. დიახ. პატივისცემად გამოშუქები, არაფერი შეკითხვა არ მაქვს, ღმერთო გაგიმართ და მინდა ეს დისკი და განმოგცეთ. დიდი მადლობა. ბატონო მე ბოდიში მოგიხდით, იმიტომ რომ ვიცოდი რომ თქვენი გაშუქებული იყო და სპეციალურად არ მოგეცეთ ეგ კითხვა რომ მამას არ მოყოლა და მინდა იცოდეთ რომ ეს Facebook-ზე და რომ ჟურნალისტმა ესმა კურჭულიავდა. ისე თუ გაინტერესებთ ამ რეპორტაჟის ავტორი და ოპერატორი იყო ესეთი მოქალაქე ალიკო ივანიშვილი. ხარგებს ვწევათ ეს. ჩემი ძმა. აი კავკასია. ვიდეო რა აგერ დამზადეთ თქვენ. ძალიან დიდი მადლობა. თქვენ უფრო ადრე მოგზავნით. უფრო ადრე მოგზავნით თქვენ. ისა იმედა უკაცრავად რა, უკაცრავად ერთი წუთი რა. დავსვავ კითხვას და მე დიდი მადლობა. გამარჯობთ. მე წარმოვადგენ საზოგადოებრივ მაუწყებელს, თუმცა გარწმუნებთ რომ არა მაქვს კითხვა ეს. დარიგებული არა. ჩამჭრელი კითხვა არა. მე მაინტერესებს ის რაც საზოგადოებრივი ინტერესია მე ვფიქრობ. ემხრობით თუ არა ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს შეერაღებული ძალების ჯარისკაცების მონაწილეობას და თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში გაგრძელდება თუ არა ამგვარი პოლიტიკა საერთაშორისო კონტრიბუცია ამ მიმართებით. მადლობა. მადლობთ შეკითხვისთვის. ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი ჯარების მონაწილეობით დღეს ავღანისტანში და ირაკში მოგეხსენებათ პატარა პარტნიორობა ამერიკის შეერთებული შტატების და ასეთი დიდი გაერთიანების. მომავალში მე მიმაჩნია რომ ძალიან საინტერესო პოზიცია გვიჭირავს ჩვენ ამ კუთხით და მე მაქსიმალურად შევეცდები რომ ასეთი დიდი გაერთიანების პარტნიორობა მომავალშიც მოვახერხოთ. კონკრეტულად რამდენად საჭიროა, რამდენი უნდა იყოს, რამდენი თქვა დავამატოთ თუ გამოვაკლოთ, თქვა ამას ანალიზის შემდგომი გადაწყვეტილება მოხდება. რა თქმა უნდა. ვერ გიყურებთ, მერიდება იმდენი ხართ, ვერ გიყურებთ თვალებს გარეთ. აგერ გოგონა. არა, ეგ იყო წეგან ხო? კი ბატონო, დაასვით აგერავი. თუ არ დაბრძანდებით არ დასვამ თქვით. დაბრძანდი, ნუ რა. მაუწყებელი აგზელებს ამას ყველაფერს. შენ რასაკვირია. საერთოდ 15 წუთი გავიდა. არა, გააგზელე ჯერ. გამარჯობათ. ანა ბროლაძე, ტელეკომპანია მაესტრო. ბატონო ბიძანა, თქვენ ძალიან ბევრი ისაუბრეთ იმაზე, რომ არჩევნებისთვის ემზადებით ყავთ უკვე გუნდი, თუმცა არის ერთი მომენტი თქვენი მოქალაქეობა. იმ შემთხვევაში თუ არ გექნებათ მოქალაქეობა, პოლიტიკური პარტიის შექმნა და დაფინანსება კანონმდებლობით არის აკრძალული. თუ მოქალაქეობის მიღება აღდგენა ვერ მოახერხეთ, ამ შემთხვევაში როგორ იქნება თქვენი პოზიცია? არა, ვიყო სხვა კუთხით ვეკითხები. თქვენი გუნდიდან თუ არის ისეთი ადამიანი, ვისაც თქვენ გარეშე მიანდობთ პროცესებს თქვენი მანდატით. მოგახსენეთ. ეს მაინტერესებს. მოგახსენეთ, მადლობთ შეკითხვისათვის. რა თქმა უნდა, პარალელურად ჩვენ ვახორციელებთ ასეთ შემთხვევებსაც განვიხილავთ, თუმცა მე მინდა დაგარწმუნოთ პირველზე, რომ საქართველოს მოსახლეობა საერთაშორისო თანამეგობრობისთან ერთად მოვახერხებთ ვაიძულოთ სააკაშვილი აღმიდგინოს წერი უფლება ჩემი მოქალაქეობის. პირველი და გადამწყვეტი იქნება ეს. და თუ მაინც მოხდა რომ ეს არ მოხერხდა, რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს გათვლები და გვაქვს პარალელური ქმედებები და შედეგი იქნება ერთი და იგივე გარწმუნების შედეგში. ჩვენ მოვალთ არჩევნებამდე, ჩვენ არჩევნებით შევცვლით სააკაშვილის და სააკაშვილის თავობას. ერთ-ერთი აგერ მიეცით ამ გადაირიას ხალბატონი. ტელეკომპანია რეალტური. ბატონო ბიძინა.
უკაცრავად? უკაცრავად. ჩიხლაძე ტელეკომპანია Real TV სულ ტყუილად არ მაძლევდნენ ამდენი ხანი მიკროფონს, იმიტომ რომ არაპოლიტიკური შეკითხვა საერთოდ არ გიცნობ. ცუდია რა? არა, არ ვიცი რომ მე მაინტერესებს Real TV? თქვენი, დიახ. ძალიან საინტერესოა. თქვენი შეკითხვა, თქვენი პასუხი მაინტერესებს შეკითხვაზე. ბეღურებთან დაკავშირებით ძალიან ბევრს საუბრობთ თქვენ სხვადასხვა ინტერვიუში, ხო? მე მაინტერესებს რეალური მიზეზი, რის გამო არ გიყვართ ბეღურები, იმიტომ რომ თქვენმა პინგვინმა შეჭამა და ეს პინგვინი გარდაიცვალა. თუ იმიტომ რომ მერცხლებს უნგრევს ბუდებს. ძალიან მაინტერესებს და ასევე თუ შეიძლება თუ მიზეზი არის ის რომ მერცხლებს უნგრევს ბეღურა ბუდეს და არა პინგვინი. მაშინ როდესაც ამერიკული სოფელი დაინგრა, თქვენი პასუხისმგებლობა ამასთან დაკავშირებით. მოგახსენე. სიჩუმე ერთი წუთი. ჯერეთი ერთს პატივიეცით ერთმანეთს. პატივიეცით ხომ უნდა მოისმინოთ პასუხი. პატივიეცით ერთმანეთს მოусმინეთ ვის პრესკონფერენციაზე ხართ მოსული. არ გაინტერესებს? პირველი თქვენი ტელევიზია ძალიან არაორდინალურია და მე ჩემი პასუხებით მეშინია რომ მკითხებს არ წავართვა ადგილი და უხალფასად არ დავტოვო. რომლითაც თქვენ ახერხებთ და სხვათა შორის კარგი. მოусმინეთ. სხვათა შორის მე რაბიშვილზე უფრო მაღალი წარმოდგენა მქონდა ამასთან დაკავშირებით და ახლა გიპასუხოთ კონკრეტულად. ბეღურები სხვათა შორის ცოტა სააგაშოს მაგონებენ. არავის არ უნდა წავართვათ ბინა და არ უნდა წავართვათ სახლი და ამ კუთხით და რაც შეეხება ამერიკულ სოფელში იყო უამრავი კანონდარღვევა და მაგაზია წერილები. ამის განხილვას ნუ გავაკეთებ. აბსოლუტურად მე ყველაფერი ჩემს მიწაზე ააშენეს. გლის კანონიერება აღვადგინე და ყველანაირი თანხა გადაუხადე იმის შემდეგ ორჯერ მეტი და სამჯერ მეტი რომ იცოდეთ. იქ კითხვები აღარ რჩება. ძალიან კარგად მოვეკეცი მაგათ. იმათზე კარგად რასაც იმსახურებდნენ. ბეღურა არ გადაუყლაბია ჩემ პინგვინს გადაყლაბა მერცხალი. საუბედუროთ მერცხლები ძალიან სწრაფად ტრიალებდნენ ის ტბა რომელიც ეკუთვნის პინგვინებს და ასეთ ეს იდგა და დასაფრებული იყო. ბეღურა იქ არ მიიღო. ბეღურა უნდა მოიპარეს. ქართული არ არის ბეღური, გამარჯობათ. ინტერნეტ ტელევიზია მედიაკავშირი ობიექტივი, თუ შეიძლება ძალიან პატარა კითხვას დავსვამ ნინო ბორჩხაძე. მაინტერესებს ბატონ ბიძინა. ბოლო კითხვაა და უნდა დავამთავროთ, იმიტომ რომ იმ შემთხვევაში თუ კი თქვენ მოხვალთ ხელისუფლებაში, დაისჯება თუ არა, დაისჯებიან თუ არა ხელისუფლების წარმომადგენლები ჩადენილი დანაშაულისთვის, მაგალითად სანდრო გირგვლიანის მკვლელობა, ბუტა რობაქიძის მკვლელობა და ასე შემდეგ, ძალიან ბევრი დანაშაული არა. აი დაისჯებიან თუ ეს ადამიანები, მაინტერესებს. თუ შეიძლება ერთ წუთი მოусმინოთ. მე გაძლევთ იმის გარანტიას და გაძლევთ იმის პირობას, რომ დაბრუნდება ქვეყანაში სამართლიანობის გრძნობა და სამართლისადმი ნდობა. კონკრეტულ შემთხვევებზე ვერ მოგახსენებთ. გირგვლიანი რა თქმა უნდა, მათ მოიგეს სასამართლო სტრასბურგის სასამართლო და ეს ვალდებულია და თავიდან დაიწყოს გამოძიება ამაზე რა თქმა უნდა პირველი და აუცილებელი იქნება რომ საქართველოში უნდა აღდგეს სამართლიანობის გრძნობა, რომელიც დაკარგულია დღეს საქართველოში ხალხს. და აუცილებლად ის იქნება. მე ვერ გიყურებ თვალებში, აი რა გიცოდება შავი თვალები აქვს ირაკლის და ირაკლის შეხედვით. ამასენილია. კაი, თქვენ მანდილოსანია და დაუთმეთ, მიეცით აი კითხვა თქვას. კი, ხალბატონო. ხომეცდე. ნუ არ შეიძლება ასე, ყველას უნდა და. აბა დასვით რა კითხვა რა. გაზეთი პრაიმ ტაიმი, თამარ გორთამაშვილი. მე იმედი მაქვს რომ მომეცემა ამ კითხვის დასმის საშუალება, იმიტომ რომ რაღაცნაირად სიტუაცია იქნებ დაარეგულირებთ, რომ ეს პრესკონფერენცია უფრო მშვიდვით ვითარებაში თქვენს კოლეგებს მოუწოდეთ, სერიოზულად კითხვა მაქვს შემდეგი. რა ურთიერთობა გქონდათ ბატონ ბიძინა თქვენ კრიმინალურ ავტორიტეტებთან? ამ კითხვას იმიტომ ვსვავ, რომ როცა ჩვენ თქვენ შესახებ ძალიან ბევრი რამ წავიკითხეთ, გამომდინარე იქიდან რომ ვართ ჟურნალისტები და უბრალოდ გვაინტერესებს ადამიანის ბექგრაუნდი. კი ბატონო. კითხვა ასეთი მაქვს. რატომ დანიშნეთ თქვენი ბანკის ერთ-ერთ ხელმძღვანელად მკვლელობაში ეჭვმიტა ბიკოვი და მეორე კითხვა რატომ რჩება დღემდე თქვენს მთავარ ბიზნეს პარტნიორად კანადაში იარაღით და ალმასებით უკანონო ვაჭრობაში ეჭვმიტანი მალკინი? მოგესალმებით. გარდანი. როგორ ნუღელავთ? კი, მოგესალმებით. ეს კითხვები, აი, როდესაც ალიას ჟურნალისტებმა დამისვეს კითხვა, რომ ეს ბროშურა ისთვის გამომიცი და რატომ დაარიგე, აი ამისთვის დავარიგე. ამ ბროშურაში ამაზე ყველაფერზე მე პასუხი მაქვს გაცემული, თანაც 3 ჯერ. რაც შეეხება კონკრეტულ პიროვნებებს, ეს პიროვნებები აქ მონაწილეობენ გარდა ბოლოსი, მალკინს რაც შეეხება და კანადას და პარტნიორს, მე დიდი ხანია მალკინის პარტნიორი აღარა ვარ.
7 თუ 8 წელიწადია უკვე ჩვენ გავყავით ბიზნესი და ამის ცნობები უამრავი არსებობს საინფორმაციო საშუალებებში. მე მესმის კარგად რომ თქვენ ჩამჭრელი კითხვა მოგიმზადეს და წამოიღეთ ძალიან კარგად ვაცნობიერებ. პასუხები, იმიტომ გეუბნებით, მესმის გენაცვალე. თქვენ ჟურნალისტები ხართ, ჩვენ მოქალაქეები ვართ. თქვენ ხომ გაინტერესებთ ჩემი პასუხი? მოისმინეთ ჩემი პასუხი, ასეთია ჩემი პასუხი. რომ ამ წიგნებში რომელიც დაგირიგდა თქვენ, სამჯერ არის დასმული ერთი და იგივე კითხვაზე და სამჯერ მაქვს გაცემული პასუხი. არც მალკინი და არც ეს გვარები ქართულ მოსახლეობას დღეს არ აინტერესებს და არ იციან. თქვენ გინდათ აქეთ რომ წაიყვანოთ. პასუხი ესეთია რომ არც ერთი ეჭვი ეს სააკაშვილმა 2008 წელს რატო დავარიგე ეს წიგნი? აი რაც დარიგებული გაქვს და მინდა ამაზე გავაკეთო პატარა განმარტება. 2008 წელს როდესაც მე ყოველგვარი ურთიერთობა გავწყვეტე სააკაშვილთან, 2-3 თვის შემდეგ დაიწყო ეს პირველი შეტევა, რომელიც გაგრძელდა პრესის დაქირავებული ერთ-ერთი მედია ჰოლდინგის სააკაშვილის მიერ კონტროლებადი, რომელიც ფსევდო ოპოზიციურ ჰოლდინგად მოგვევლინებოდა და მოგვევლინება დღეს არ ვიცი დღევანდელი მაგათი პოზიცია. და დაიწყო თავდასხმა, რომელიც გაგრძელდა რამდენიმე თვის განმავლობაში. ერთი და იგივე კითხვა და ეს კითხვები იქ არის, სამჯერ არის დაბეჭდილი ამ წიგნში და ყველაზე მაქვს ამომწურავი პასუხი გაცემული. არსად არ რჩება ილუზია იმის, რომ ოდნავ მაინც მიაკვლიეს სადღაც და შავი ხაზი დარჩა ჩემს წარსულთან დაკავშირებით კრიმინალურ სამყაროსთან. არსად გადაკვეთა არ ყოფილა. მე ყოველთვის ვახერხებდი კანონის ფარგლებში და აბსოლუტურად გამჭვირვალე ბიზნესის აგებას და უნიკალურია ჩემი ბიზნესი ამ მხრივ რუსეთში. ძალიან გთხოვთ, რომ როცა იცით პასუხები, ნუღა ჩაეძიებით. აი ეს იყო თორე. ჩვენ გადავაცილეთ. რაც შეეხება მალკინს, ბოლოში მოგახსენეთ, რაც შეეხება მალკინს და კანადას, მაინც გიპასუხებთ ეს ბოლოა, რაც იმ წიგნში არ არის ასახული. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პარტნიორი დღეს აღარ არის მალკინი და დიდი ხანი არ არის, მალკინს არავითარი იარაღით ვაჭრობა და ეს მოგონილი თემებია. ერთადერთი პრობლემა აქვს მაგას, დიდი ხანია უნდა მოქალაქეობის მიღება კანადის. ეს ოდესღაც იყო პოპულარული. წავიდა არაორდინალური გზით, 1 მილიონის ინვესტიცია იყო საჭირო რომ მიეღო მოქალაქეობა. ამის მაგივრად მალკინმა ჩათვალა რომ ეს არის დიდი ბიზნესმენი და ისეც უნდა მიანიჭონ. უარი უთხრეს და იმის შემდგომ ჩაერთვა პროცესებში, სულელურ პროცესებში მე ვთვლი, საელჩოს თანამშრომელთან და მუდმივი ადვოკატების საჩივრების პროცესია გამართული და გეყოფათ, всё, მე გიპასუხებ. შეიძლება კოლეგებო, ერთი წამი თუ შეიძლება ბოდის ვიხდი შეკითხვას და ბატონო ბიძინა არ გისაუბრიათ კავკასიურ ბონდობ ძინარაშვილი, გაზეთი საქართველოს და მსოფლიო მედია კავშირი ობიექტივი. თქვენ არ გისაუბრიათ კავკასიურ პოლიტიკაზე, ზოგადად ბოდის ვიხდი ბატონო ირაკლი, დავსვამ შეკითხვას თუ შეიძლება. მე არ მაინტერესებს მოსაზრებები მერცხლებთან და პინგვინებთან დაკავშირებით. ვფიქრობ უფრო საინტერესოა კავკასიურ პოლიტიკასთან დაკავშირებით ბატონო ბიძინას მოსაზრებები. უკაცრავად. თქვენ კარგად იცით, რომ კავკასიაში და კონკრეტულად საქართველოში იკვეთება რუსეთის, თურქეთის და მას შემდეგ რაც ამერიკამ ძალიან ბევრი ფული ჩადო ამ რეგიონში, ამერიკის ინტერესები. როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მე არ ვამბობ თუ მოხვალთ, მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში მოხვალთ, როგორ ფიქრობთ ამ ინტერესების დაბალანსებას საქართველოსთან მიმართებაში? მადლობა. კავკასიის ინტერესების დაბალანსებას, კავკასიის ხალხების ინტერესების დაბალანსებას. კავკასიაში ამერიკის, თურქეთის და რუსეთის ინტერესების დაბალანსებას. ძალიან მიკროფონი შეკითხვა, ვაღიარებ რომ ეს არ გავს მერცხლების და ბეღურების შეკითხვას. ძალიან რთული და სერიოზული შეკითხვაა, ეს არ გავს მერცხლების და ბეღურების შეკითხვას, მაგრამ მაინც შევეცდები გიპასუხოთ. ჩვენ, არა მარტო მე, ჩვენი გუნდი და გუნდში იქნება მეყოლება აუცილებლად ექსპერტები, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს, რასაც მივეჩვიეთ ჩვენ და საქართველოს მოსახლეობა, ჩემგან ამას ნუ დაელოდებით. საქართველოში არსებობენ კავკასიის დარგში სპეციალისტები, ასევე ჩვენ ხავს საბედნიეროდ პოლიტოლოგები და ანალიტიკოსები, რომლებიც გეოპოლიტიკაშიც კარგად ერკვევიან, მეც საკმაოდ კარგად ვერკვევი, გარწმუნებთ და შემიძლია ანალიზი გავაკეთო. უნდა მოვახერხოთ, ჩვენი ადგილი ვნახოთ ესეთ რთულ სისტემაში, რომელიც თქვენ აბსოლუტურად ობიექტურად დასვით და კარგად ვაცნობიერებ, რომ არ იქნება იოლი. მოვახერხებთ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოვახერხებთ. ერთი განცხადება, დიდი ბოდიში. ერთი განცხადება მინდა გავაკეთო. ერთი წამი მაცადეთ რა რომ მე ხარ რატო გინდათ რომ გავამეყანოთ. თქვენ ამ კაცს დღეს რაღაცას მოვხერხებთ ეს რა. ერთი განცხადება მინდა გავაკეთო თქვენის მისამართით და მინდა რომ ბოდიში მოგიხადოთ. თქვენი შემოსვლის დროს იქ დაცვის სამსახურთან რაღაც თუ ვინმეს დისკომფორტი შეექმნა
უსაფრთხოების შემოწმების დროს მე გიხდით, ბოდიში გიხდით, თუ ყველას ეს რაღაც თუ რამდენიმე ფაქტი იყო ასეთი. ძალიან გქოთ ვიცი მე, რომ ძალიან დიდია ინტერესი ბატონ ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციასთან დაკავშირებით, მისი პიროვნების დაკავშირებით, მაგრამ ყველაფერს აქვს რაღაც საზღვარი. ამით დავამთავროთ დღეს და მომავალში კარგი, ერთი გითხოვდი. ეს ასადარხდება. ესე იგი ბოდიში არ უნდა მომეხადა. უბის ციგნაში რა მიწერია, იმას ამოწმებდნენ. წარმოუდგენელია ეს. ძალიან დიდი ხარ რა უკნა ბოდიში მოგიხადეთ, მედი რა უკნა. სასაცილოა. მოდი. ათიკო რამდენიმე შეკითხვა რუსეთთან თქვენს აი ინტერნეტ ტელევიზია ნინო გეგელია. ინტერნეტ ტელევიზია ITV ნინო გეგელია ჟურნალისტი. იყო რამდენიმე შეკითხვა რუსეთთან დაკავშირებით, მაგრამ თქვენ კონკრეტული პასუხები არ გაგიციათ. ეს საზოგადოებას აინტერესებს შეკითხვა. ბატონი ბიძინა, რომელიც ქმნის ახალ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც პირდება რომ მოვა ხელისუფლებაში, რომელიც პირდება რომ უმრავლესობით მოვა. ყველაზე ცუდ შემთხვევაში როგორ აღიქონს რუსეთს? რუსეთი არის თუ არა საქართველოს ოკუპანტი ქვეყანა? თქვენ ამაზე ისაუბრეთ, თუმცა არ გითხოვთ შეკითხვაზე პასუხი კონკრეტულად. არის თუ არა ოკუპანტი? მე პასუხი კონკრეტული გავეცი და კიდევ შემიძლია გავიმეორო, რა თქმა უნდა, საქართველოს ტერიტორიების 20% არის რუსეთისგან ოკუპირებული. ეს არ არის მარტო ჩემი განაცხადი და მე არა ვარ აქ. საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს და ზუსტად ესეთივე ტერმინებს იყენებს რუსეთთან დაკავშირებით. არა, ეხა გეყოფათ რა. მე მგონი ქართულია, ბატონო ბიძინა. მე მგონი დავამთავრე. ეგეთი საბა. აი ეს კაბატონი ძალიან ახლოს ზიზდა. არა. კითხვა მე ბევრი ადამიანის ის თუ შეიძლება რა მოგვეცი. ერთი წუთი დამშვიდით რა მოგივიდა. მე იმედი მაქვს რომ მე იმედს ვიტყოდ რომ ეს არ არის ჩვენი ნამდვილი სახე და რაღაც მოხდა შეცდომები. არა უშავს, ყველაფერი ხდება ქართველები ვარ. თქვენ აპირებთ უმრავლესობით მოსვლას საქართველოს პარლამენტში და ამის შემდეგ კანონის მიხედვით კიდევ ერთი წელი მე მგონი ესე არ რჩება პრეზიდენტად სააკაშვილი. როგორ აპირებთ თანამშრომლობას? თანამშრომლობის გამოსვლება კი გაქვთ, მაგრამ სხვა რეალობა იქნება. ეს ერთი და მეორე ზურაბ ჟვანიას მეუღლემ თქვენ გითხათ პრესის ფურცლებიდან აუცილებლად ვაპირებ შეხვედრას კი. თუ იცით რამე მისი მეუღლის ბუნდოვან გარდაცვალებას. მე ვაპირებ ზურაბ ჟვანიას მეუღლესთან შეხვედრას უახლოეს დღეებში. რაც შეეხება ბოლო კითხვას, რაც შეეხება პირველ კითხვას, რომ სააკაშვილს უფლება აქვს პრეზიდენტობის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია მაქსიმალურად მოირგო სააკაშვილმა თავის ხასიათზე, პარლამენტში უმრავლესობის მოსვლით მყისიერად დავიწყებთ, თუ თვითონ ვერ მოახერხებს განცხადების დაწერას, მყისიერად დავიწყებთ მის იმპიჩმენტის აკითხვის განხილვას. გადავსვა? რეგიონი მიეცით ამის და всё და. რეგიონი, კარგი, ერთი რეგიონი. რეგიონი. კი ბატონო. შვილი რადიო ჰერეთის ჟურნალისტი. უკაცრავად ვერ გავიგი? ხათუნა გოგაშვილი რადიო ჰერეთი, კახეთის რეგიონიდან. ბატონო ბიძინა, როგორ შეაფასებთ დღეს თვითმმართველობის დამოუკიდებლობა, რამდენად არის საქართველოში, რამდენად დამოუკიდებელია თვითმმართველობა საქართველოში და როგორ ფიქრობთ, უნდა იყოს თუ არა გამგებელიც არჩევითი გზით მოსული ადამიანი? მადლობა. კარგი კითხვა, რაც შეეხება თვითმმართველობას. დღეს საქართველოში ერთი კაცი ახორციელებს მხოლოდ მმართველობას. ერთი კაცი მსხვერპლია დღეს მთელი მთავრობა. და მე წარმომიდგენია, რომ არა მარტო საზოგადოება საშინელ ტერორშია თვითონ მთავრობა და მისი ახლო გარემოცვაც კი. არავითარი თვითმმართველობა დღეს საქართველოში არ არსებობს. ერთი კაცი ახორციელებს მხოლოდ მმართველობას და შედეგიც გვაქვს ის, რაც გვაქვს. ეს არის მიზეზი იმ შედეგისა, სადაც ჩვენ ვიყოფებით დღეს. რა თქმა უნდა, მაქსიმალურად უნდა გავაძლიეროთ თვითმმართველობა ჩემი მოსვლის შემდეგ, ჩვენი გუნდის მოსვლის შემდეგ, ჩვენ ამას მოვახერხებთ. რა თქმა უნდა, ადგილობრივ მოსახლეობას მაქსიმალური მონაწილეობის საშუალება უნდა მივცეთ და ადგილობრივ მმართველობას იქნება ძალიან დიდი მნიშვნელობა, მე ამას გვირდებით ჩვენი მოსვლის შემდეგ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. შეიძლება კითხვა დავსვათ? თუ აპირებთ რაიმე საწარმოების ყიდვას საქართველოში, ან თუ უკვე გაქვთ ნაყიდი რაიმე სხვილი ობიექტები საქართველოში? მადლობა. საწარმო საქართველოში ნაყიდი ნამდვილად არ მაქვს და არც მომავალში არ ვაპირებ.
მაგრამ მე მინდა ნაწილობრივ თქვენ გავიზიარო თქვენი შეკითხვა, ალბათ თქვენ ხედულობაში გაქვთ ის რომ ქველმოქმედება არ არის უკეთესი ფორმა იმისა, რომ დაეხმარო საკუთარ სამშობლოს და საკუთარ მოსახლეობას. ყველაზე კარგი ფორმა ამის არსებობს და მე კარგად მესმის და კარგად ვაცნობიერებ, უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, რაც შეიძლება ბევრი, რომ ხალხმა თავისი საკუთარი შრომით მოახერხოს საკუთარი ოჯახის რჩენა. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, მე გარკვეულწილად კრიტიკულად ვარ ჩემი თავისადმი განწყობილი, რომ ეს ვერ მოახერხე და ვერ მოახერხე ბიზნესის ჩამოყალიბება საქართველოში. გამართლება მაქვს ერთი ის, რომ მასშტაბები ჩემი დიდი იყო, პატარა ბიზნესს და დიდ ბიზნესს მოგეხსენებათ, ერთნაირი ყურადღება ჭირდება. ერთნაირი მართლობას საჭიროებს. წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგს ვერ მივიღებთ. როდესაც წავალ პოლიტიკიდან და პოლიტიკაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში ძირითადი ჩემი ყურადღება იქნება მიყრობილი იქეთ, რომ შეიქმნას მაქსიმალური რაოდენობა სამუშაო ადგილების. საქართველოში ყველანი უნდა დავსაქმდეთ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გამდიდრდეს და გაძლიერდეს ჩვენი ქვეყანა. ძლება დავსვა. შეიძლება დამასმევინეთ ერთი კითხვა და ბატონო ბიძინა კონფერენციაზე არ დასმულა კითხვა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით საქართველოში და მერწმუნეთ საქართველოს მოსახლეობის 90%-ის პრობლემა არის ეს და თუ და ალბათ თქვენ წაკითხული გაქვთ თომას ამარბერგის ბოლო დასკვნა ესეთი დარტყმა კომისრისგან, რომელიც არის დიპლომატი, იყო პირველი შემთხვევა აი ამ ვარდების რევოლუციის შემდეგ. მე მაქვს თქვენთან აი ასეთი კითხვა. გასაგებია რომ თქვენ შექმნით რაღაც ჯგუფს, რომლებიც კონკრეტულ საკითხებს განიხილავენ. ჯგუფს არა, სასამართლო განიხილავს. დიახ, განიხილავს. აი გეკითხებით კონკრეტულ პიროვნებაზე და განვაზოგადოთ, ჩათვალეთ რომ ზოგადადაც ვკითხულობ. ხვალ კოტე კუბლაშვილი რო გადადგეს სასამართლოს თავმჯდომარეობიდან, ან გადმოვიდეს თქვენს რიგებში ის. ან მესმის რომ არ მიიღებთ, მაგრამ მე მაინტერესებს საერთოდ ამ ადამიანის და ამ დაგვარი ტიპის ადამიანების მიმართ, რომლებსაც ძალიან ბევრი ადამიანის წინააღმდეგ აქვთ უკანონო განაჩენები და გადაწყვეტილებები გამოტანილი, რა ზომების გატარებას აპირებთ, თუ შემთხვევაში თუ თქვენ ხელისუფლებაში მოგზანდებით, მადლობთ. მოგახსენებთ, გეთანხმებით ანალიზში, რომ საქართველოში დღეს არის აბსოლუტური განუკითხაობა. საშინელ ტერორს განიცდის ქართული ხალხი. საერთოდ დაიკარგა სამართლიანობის განცდა, მაგრამ მიზეზი და თავი მაინც მე მიმაჩნია, რომ ეს არის ერთი პიროვნება. ერთი პიროვნებას ეწიდება დღეს საქართველო. ეს გახლავთ სააკაშვილი. მისი უახლოესი გუნდი მსხვერპლია ოდესღაც მათგან არჩეული პოზიციის. ისინიც ესეთივე დღეში არიან როგორც მთელი მოსახლეობა. ერთადერთი მოძალადე დღეს საქართველოში გახლავთ სააკაშვილი. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენი გუნდის მოსვლის შემდეგ ისიერად იქნება ნება რომ დავიწყოთ ნამდვილი დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა. პირადად მე და ვერც ჩემი გუნდის წევრები ვერც მოახერხებთ და არც შევეცდებით ცალკეული პროცესების განხილვას. ეს უნდა მოხდეს სასამართლოს მეშვეობით და მე გაძლევთ გარანტიას, რომ აუცილებლად ჩვენ გვეყოლება ნამდვილად დამოუკიდებელი და ნამდვილად სამართლიანი სასამართლო. დიდი მადლობა მომგანებისათვის. აღარ არის რა არა, დიდი მადლობა. ძალიან დიდი ბოდიში. ძალიან დიდი მადლობა და ძალიან დიდი ბოდიში რომ ყველა შეკითხვებს ვერ უპასუხე. არ ვიცი და არასდროს ავტოგრაფი არ მიმიცემ ის თქვა შეიძლება. ჩვენ მოახერხებთ მომავალში ურთიერთობას. ეს არ არის ჩვენი ბოლო შეხვედრა და თქვენ გეკნებათ ამის საშუალება